ახლავე ამ წამში, როცა ამ სიტყვებს უსმენთ, თქვენს სხეულში ხდება რაღაც შეუდარებელი. თქვენი სხეულის ყოველ ატომში, თქვენი ტვინის ყოველ უჯრედში, თქვენს გარშემო არსებულ ჰაერში, ყოველ წამში მილიარდობით ნაწილაკი იბადება და ქრება. ისინი არ არსებობენ საკმარისად დიდხანს იმისთვის, რომ დაინახოთ, მაგრამ ისინი აბსოლუტურად რეალურია. ეს არ არის მეტაფორა. ეს არ არის ფილოსოფიური აბსტრაქცია. ეს არის ფიზიკური რეალობა, რომელიც ხდება თქვენს სხეულში ამ წამში და ეს ყველაფერი ხდება იმაში, რასაც ჩვენ ვუწოდებთ არაფერს. ალბერტ აინშტაინი, ადამიანი, რომელმაც შეცვალა ჩვენი გაგება სივრცისა და დროის შესახებ, ერთხელ თქვა, ღმერთი არ თამაშობს კამათელს სამყაროსთან. ის ცდილობდა უარყო ახალი, უცნაური თეორია, რომელიც ჩნდებოდა ფიზიკაში, კვანტური მექანიკა. აინშტაინი ფიქრობდა, რომ სამყარო უნდა იყოს დეტერმინისტული, პროგნოზირებადი, ლოგიკური. მაგრამ ის ცდებოდა. და ეს შეცდომა გახდა ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი შეცდომა მეცნიერების ისტორიაში, რადგან სწორედ კვანტური მექანიკა გვიჩვენებს, რომ არაფერი ეს არის ყველაფრის საწყისი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, როგორ შეიძლება რაღაც წარმოიშვას არაფრისგან. არა რელიგიური ან ფილოსოფიური თვალსაზრისით, არამედ სუფთა ფიზიკური, ექსპერიმენტულად დადასტურებული მეცნიერების თვალსაზრისით. ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, რატომ არის არაფერი ყველაზე აქტიური, ენერგიით სავსე, დინამიური რამ, რაც შეიძლება არსებობდეს. და ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, როგორ ცვლის ეს გაგება ყველაფერს ჩვენს წარმოდგენას არსებობის, დროის, თავად სამყაროს წარმოშობის შესახებ. წარმოიდგინეთ ცარიელი ოთახი. არა უბრალოდ ცარიელი, აბსოლუტურად ცარიელი. ამოიღეთ ყველა ავეჯი, ყველა ნივთი. ამოიტუმბეთ ჰაერი, ყველა მოლეკულა. გააგრძელეთ, ამოიღეთ ყველა ატომი, ყველა ელექტრონი, ყველა ფოტონი. წარმოიდგინეთ, რომ შეძელით შექმნათ სრულყოფილი ვაკუუმი, სადაც აბსოლუტურად არაფერი არ არის. რას მიიღებდით? ფიქრობთ, მიიღებდით სიცარიელეს. ფიქრობთ, მიიღებდით არაფერს. კვანტური ფიზიკა გვეუბნება, არა. თქვენ მიიღებდით რაღაც საოცრად აქტიურს, რაღაც ენერგიით სავსეს, რაღაც რაც მუდმივად ცვლის თავის მდგომარეობას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რევოლუციური აღმოჩენა მე-20 საუკუნის ფიზიკაში. კვანტური ვაკუუმი არ არის ცარიელი. ის არის ოკეანე ენერგიისა, რომელიც მუდმივად ღუღუნებს, ფუღუღებს, ქმნის და ანადგურებს. 1927 წელს ნიდერლანდელმა ფიზიკოსმა ჰენდრიკ კაზიმირმა გააკეთა თეორიული პროგნოზი, რომელიც ჟღერდა აბსურდულად. ის თქვა, თუ ორ მეტალის ფირფიტას ძალიან ახლოს მოათავსებთ ერთმანეთთან ვაკუუმში, ისინი მიიზიდავენ ერთმანეთს. არა გრავიტაციის გამო, გრავიტაცია ძალიან სუსტია ასეთ მასშტაბებზე. არა ელექტრომაგნიტური ძალის გამო, ფირფიტები ნეიტრალურია. არამედ თავად ვაკუუმის გამო. თავად არაფრის გამო. როგორ შეიძლება არაფერმა შექმნას ძალა? როგორ შეიძლება სიცარიელემ დააბიჯოს ორი ობიექტი ერთმანეთთან? ეს ჟღერს როგორც მაგია, როგორც ფილოსოფიური პარადოქსი. მაგრამ 1958 წელს ჰოლანდიელმა ფიზიკოსმა მარკუს სპარნაიმ ექსპერიმენტულად დაადასტურა კაზიმირის ეფექტი. ის რეალურად გაზომა ეს ძალა. და ეს იყო პირდაპირი მტკიცებულება, ვაკუუმი არ არის ცარიელი. რა ხდება იქ, ამ ცარიელ სივრცეში? წარმოიდგინეთ ოკეანის ზედაპირი მშვიდ დღეს. დისტანციიდან ის გამოიყურება გლუვი, უძრავი, მშვიდი. მაგრამ მივახლოვდით და დაინახავთ, ის მუდმივად მოძრაობს. პატარა ტალღები, ქაფი, მილიონობით პატარა მოძრაობა. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს ოკეანე არ არის წყალი, ეს არის თავად სივრცე დრო. და ეს ტალღები არ არის წყლის მოძრაობა, ეს არის ნაწილაკების დაბადება და გაქრობა. კვანტურ მასშტაბზე ვაკუუმი მუდმივად ქმნის წყვილებს ნაწილაკებისა, ნაწილაკი და ანტინაწილაკი. ელექტრონი და პოზიტრონი. კვარკი და ანტიკვარკი. ფოტონები. ისინი იბადებიან სიცარიელიდან, არსებობენ წამის მილიარდად ნაწილს, შემდეგ ერთმანეთს ხვდებიან და ანიჰილირდებიან, ქრებიან უკან იმ არაფერში, საიდანაც მოვიდნენ. ეს არ არის თეორიული სპეკულაცია, ეს არის ექსპერიმენტულად დადასტურებული ფენომენი. ამ ნაწილაკებს ეწოდებათ ვირტუალური ნაწილაკები. სახელი შეცდომაში შეგიყვანთ, ისინი არ არიან ვირტუალური იმ გაგებით, რომ არ არსებობენ. ისინი აბსოლუტურად რეალურია. ისინი ქმნიან გაზომვად ძალებს. ისინი გავლენას ახდენენ ატომების ენერგიულ დონეებზე. ისინი ცვლიან ელექტრონის მაგნიტურ მომენტს და ეს ცვლილება გაზომილია 10 ნიშნის სიზუსტით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი პროგნოზი მთელ მეცნიერებაში.
1957 წელს ამერიკელმა ფიზიკოსმა უილის ლემბმა და მისმა კოლეგებმა კოლუმბიის უნივერსიტეტში გაზომეს ეფექტი, რომელსაც ახლა ეწოდება ლემბის ცურა. ისინი აღმოაჩინეს, რომ წყალბადის ატომში ელექტრონის ენერგიული დონეები ოდნავ განსხვავდება იმისგან, რასაც ელოდნენ. რატომ? რადგან ვირტუალური ნაწილაკები, რომლებიც მუდმივად იბადებიან და ქრებიან ვაკუუმში, გავლენას ახდენენ ელექტრონზე. არაფერი აბიჯებს ელექტრონს. მაგრამ აქ იწყება რაღაც კიდევ უფრო უცნაური. ეს ვირტუალური ნაწილაკები არ არიან უბრალოდ კურიოზული ეფექტი. ისინი არ არიან უბრალოდ საინტერესო დეტალი კვანტური თეორიის. ისინი არიან ფუნდამენტური ნაწილი იმისა, თუ როგორ მუშაობს სამყარო. უფრო მეტიც, ისინი შეიძლება იყვნენ ახსნა იმისა, როგორ წარმოიშვა თავად სამყარო. წარმოიდგინეთ, რომ ერთ-ერთი ამ ვირტუალური ნაწილაკის წყვილი არ ანიჰილირდება. წარმოიდგინეთ, რომ რაღაც მიზეზით, შესაძლოა ენერგიის უზარმაზარი ინექციის გამო, შესაძლოა კვანტური ფლუქტუაციის გამო, ერთი ასეთი წყვილი გადარჩება. ნაწილაკი და ანტინაწილაკი არ ხვდებიან ერთმანეთს. ისინი გამოეყოფიან. ისინი გახდებიან რეალური, სტაბილური, მუდმივი. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს ხდება არა ერთხელ, არამედ უსასრულო რაოდენობით. წარმოიდგინეთ, რომ მთელი სივრცე, რომელიც ჩვენთვის გამოიყურება ცარიელად, ერთბაშად ამოიფეთქა რეალურ ნაწილაკებად. ენერგია, რომელიც იყო ვაკუუმში, გარდაიქმნა მატერიად. არაფერი გახდა ყველაფერი. ეს არ არის ფანტაზია. ეს არის ერთ-ერთი წამყვანი თეორია იმის შესახებ, რაც მოხდა 1000 მილიარდ წლის წინ, დიდი აფეთქების დროს. 1990 წელს ამერიკელმა ფიზიკოსმა ალან გუთმა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან შემოგთავაზა თეორია, რომელსაც ეწოდა ინფლაციური სამყარო. მისი იდეა იყო, ძალიან ადრეულ სამყაროში ვაკუუმმა, თავად არაფერმა გამოიწვია ექსპონენციალური გაფართოება. სივრცე გაიზარდა უზარმაზარი სიჩქარით და ამ პროცესში ვაკუუმის ენერგია გარდაიქმნა მატერიად და გამოსხივებად. მაგრამ რა არის ეს ვაკუუმის ენერგია? საიდან მოდის ის? აქ ჩვენ უნდა ჩაუღრმავდეთ კიდევ უფრო ღრმად კვანტური მექანიკის უცნაურ სამყაროში. და აქ ჩვენ შევხვდებით ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს ფიზიკაში, ჰაიზენბერგის განუსაზღვრელობის პრინციპს. 1927 წელს გერმანელმა ფიზიკოსმა ვერნერ ჰაიზენბერგმა აღმოაჩინა რაღაც რევოლუციური. კვანტურ სამყაროში თქვენ არ შეგიძლიათ ერთდროულად ზუსტად იცოდეთ ნაწილაკის პოზიცია და სიჩქარე. რაც უფრო ზუსტად იცით ერთს, მით ნაკლებად ზუსტად იცით მეორეს. ეს არ არის ტექნიკური შეზღუდვა, ეს არ არის იმის შედეგი, რომ ჩვენი ინსტრუმენტები არასაკმარისად კარგია. ეს არის ფუნდამენტური თვისება რეალობისა. მაგრამ ჰაიზენბერგის პრინციპი ეხება არა მხოლოდ პოზიციას და იმპულსს. ის ასევე ეხება ენერგიას და დროს. და აქ ხდება რაღაც საოცარი. თუ თქვენ უყურებთ ძალიან მოკლე დროის ინტერვალს, ენერგია შეიძლება ფლუქტუირდეს. ის შეიძლება გამოჩნდეს სიცარიელიდან, არსებობდეს მოკლე დროს, შემდეგ გაქრეს. და რაც უფრო მოკლეა დროის ინტერვალი, მით უფრო დიდი შეიძლება იყოს ეს ენერგიული ფლუქტუაცია. ეს ნიშნავს, რომ ვაკუუმი, ეს არაფერი მუდმივად ფლუქტუირებს. ენერგია მუდმივად იბადება და ქრება. და ეს ენერგია არ არის აბსტრაქტული, ის იღებს ფორმას ნაწილაკების, ამ ვირტუალური ნაწილაკების, რომლებზეც ვსაუბრობდით. ვაკუუმი არის ოკეანე პოტენციალისა, ოკეანე შესაძლებლობისა, ოკეანე ენერგიისა, რომელიც მუდმივად ცდილობს გახდეს რეალური. ახლა წარმოიდგინეთ რაღაც საოცარი. წარმოიდგინეთ, რომ ეს ვაკუუმი, ეს არაფერი არ არის უბრალოდ ფონი, რომელზეც ხდება ყველაფერი. წარმოიდგინეთ, რომ ის თავად არის მთავარი მოთამაშე. წარმოიდგინეთ, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვუწოდებთ რეალურს ატომები, მოლეკულები, პლანეტები, ვარსკვლავები, გალაქტიკები, თქვენი სხეული, თქვენი ტვინი, ყველაფერი ეს არის უბრალოდ ამ ვაკუუმის აგზნებული მდგომარეობა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა ინსაიტი თანამედროვე ფიზიკის. კვანტური ველის თეორიის თანახმად, ყველაფერი რაც არსებობს, არის ველები, ელექტრომაგნიტური ველი, ელექტრონული ველი, კვარკული ველები. ეს ველები ავსებენ მთელ სივრცეს. და ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ნაწილაკებს, არის უბრალოდ ამ ველების ლოკალური აგზნებები, ტალღები ამ ოკეანეში. ელექტრონი არ არის პატარა ბურთი, რომელიც მოძრაობს სივრცეში. ელექტრონი არის აგზნება ელექტრონულ ველში. ფოტონი არის აგზნება ელექტრომაგნიტურ ველში. კვარკები, რომლებიც ქმნიან პროტონებს და ნეიტრონებს, არიან აგზნებები კვარკულ ველებში. და ყველა ეს ველი, მათი ყველაზე დაბალ, ცარიელ მდგომარეობაში არის ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ვაკუუმს.
მაგრამ ეს ცარიელი მდგომარეობა არ არის მართლაც ცარიელი. ის სავსეა ამ ვირტუალური ნაწილაკებით, ამ ენერგიული ფლუქტუაციებით. და ზოგიერთი თეორიის თანახმად, ამ ვაკუუმს აქვს ენერგია, ის, რასაც ფიზიკოსები უწოდებენ ვაკუუმის ენერგიას ან კოსმოლოგიურ მუდმივას. და ეს ენერგია შეიძლება იყოს ახსნა ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლოებისა თანამედროვე კოსმოლოგიაში, ბნელი ენერგიის. 1998 წელს ორმა დამოუკიდებელმა ჯგუფმა ასტრონომებმა გააკეთეს აღმოჩენა, რომელმაც შოკში ჩააგდო მეცნიერული საზოგადოება. ისინი სწავლობდნენ შორეულ სუპერნოვებს, აფეთქებულ ვარსკვლავებს და ცდილობდნენ გაეზომათ, რამდენად სწრაფად ფართოვდება სამყარო. ყველა ელოდა, რომ სამყაროს გაფართოება ნელდება, გრავიტაცია უნდა აფერხებდეს მას. მაგრამ ისინი აღმოაჩინეს საპირისპირო, სამყაროს გაფართოება აჩქარებს. რაღაც უბიძგებს სამყაროს, რომ უფრო სწრაფად გაფართოვდეს. რაღაც, რაც მოქმედებს წინააღმდეგ გრავიტაციისა. რაღაც, რაც ავსებს მთელ სივრცეს. ფიზიკოსებმა უწოდეს მას ბნელი ენერგია და გამოთვლებმა აჩვენა, ეს ბნელი ენერგია შეადგენს დაახლოებით 70% სამყაროს მთლიანი ენერგია მასისა. ეს არის ყველაზე დომინანტური კომპონენტი სამყაროში. მაგრამ რა არის ეს ბნელი ენერგია? არავინ იცის ზუსტად. მაგრამ ერთ-ერთი წამყვანი კანდიდატი არის სწორედ ვაკუუმის ენერგია, ენერგია, რომელიც თანდაყოლილია თავად ცარიელ სივრცეში, ენერგია, რომელიც მოდის ამ კვანტური ფლუქტუაციებიდან, ამ ვირტუალური ნაწილაკებიდან, რომლებიც მუდმივად იბადებიან და ქრებიან. თუ ეს მართალია, მაშინ არაფერი არ არის უბრალოდ წყარო, საიდანაც წარმოიშვა სამყარო 10,000 მილიარდ წლის წინ. არაფერი არის აქტიური ძალა, რომელიც ახლა, ამ წამში აყალიბებს სამყაროს მომავალს. არაფერი არის ის, რაც განსაზღვრავს, როგორ გაფართოვდება სამყარო, როგორ ევოლუციონირებს, რა იქნება მისი საბოლოო ბედი. მაგრამ აქ არის პრობლემა, და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა თანამედროვე ფიზიკაში. როდესაც ფიზიკოსები ცდილობენ გამოთვალონ, რამდენი ენერგია უნდა იყოს ვაკუუმში კვანტური თეორიის საფუძველზე, ისინი იღებენ რიცხვს, რომელიც არის დაახლოებით 130 რიგით მეტი, ვიდრე ის, რასაც ჩვენ ვაკვირდებით სამყაროში. ეს არის ყველაზე დიდი შეუსაბამობა თეორიასა და ექსპერიმენტს შორის მთელ მეცნიერებაში. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ პროგნოზირებთ, რომ რაღაც იწონის 1 კილოგრამს და როდესაც თქვენ აწონავთ მას, აღმოჩნდება, რომ ის იწონის 1 ატომს. ეს არის მასშტაბი შეცდომისა. ან საპირისპირო, თქვენ პროგნოზირებთ 1 ატომს და იღებთ მთელ გალაქტიკას. ეს არის კოსმოლოგიური მუდმივის პრობლემა და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა თანამედროვე ფიზიკისთვის. რატომ არის ვაკუუმის ენერგია ასე პატარა? ან უფრო სწორად, რატომ არ არის ის უზარმაზარი, როგორც კვანტური თეორია პროგნოზირებს? ზოგიერთი ფიზიკოსი ფიქრობს, რომ ეს არის მინიშნება რაღაც ღრმაზე, შესაძლოა ახალი ფიზიკის, რომელიც მოქმედებს ძალიან მცირე მასშტაბებზე. შესაძლოა სიმეტრიის, რომელიც ანულებს უმეტეს ამ ენერგიისა. შესაძლოა მულტივერსის, უსასრულო რაოდენობის სამყაროების, სადაც ვაკუუმის ენერგია იღებს სხვადასხვა მნიშვნელობებს და ჩვენ ვართ იმ სამყაროში, სადაც ის შემთხვევით არის სწორედ ისეთი, რომ საშუალებას იძლევა არსებობდეს სიცოცხლე. დაუბრუნდეთ ჩვენს საწყის კითხვას, როგორ შეიძლება რაღაც წარმოიშვას არაფრისგან. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ეს კითხვა დაფუძნებულია ცრუ წინაპირობაზე. არაფერი ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ვაკუუმს, ცარიელ სივრცეს, არ არის მართლაც არაფერი. ის არის რაღაც. ის არის რაღაც ძალიან აქტიური, ძალიან დინამიური, ძალიან ენერგიით სავსე. კვანტური ვაკუუმი არის ოკეანე პოტენციალისა. ის არის მდგომარეობა, სადაც ყველაფერი შესაძლებელია, სადაც ნაწილაკები მუდმივად იბადებიან და ქრებიან, სადაც ენერგია ფლუქტუირებს, სადაც თავად სივრცე დრო შეიძლება ფლუქტუირდეს. და ამ ოკეანიდან, სწორი პირობების არსებობისას, შეიძლება წარმოიშვას რეალური, სტაბილური ნაწილაკები. შეიძლება წარმოიშვას მატერია. შეიძლება წარმოიშვას სამყარო. 1996 წელს ამერიკელმა ფიზიკოსმა ლოურენს კრაუსმა დაწერა წიგნი სახელწოდებით „სამყარო არაფრისგან“. მასში ის ამტკიცებდა, რომ კვანტური მექანიკა და თანამედროვე კოსმოლოგია გვაძლევს სრულიად ბუნებრივ მეცნიერულ ახსნას იმისა, როგორ შეიძლება სამყარო წარმოიშვას არაფრისგან, არა ზებუნებრივი ჩარევის გარეშე, არა მეტაფიზიკური პრინციპების გარეშე, არამედ უბრალოდ კვანტური ფიზიკის კანონების მოქმედებით. ზოგიერთმა კრიტიკოსმა თქვა, მაგრამ ეს არ არის მართლაც არაფერი. თქვენ იწყებთ კვანტური ველებით, კვანტური კანონებით, სივრცე-დროით. ეს არის რაღაც, არა არაფერი და ისინი მართალია გარკვეულწილად.
მაგრამ აქ არის საკითხი. ფიზიკური არაფერი ყველაზე ცარიელი მდგომარეობა, რომელიც შეიძლება არსებობდეს ფიზიკურ რეალობაში, არ არის ფილოსოფიური აბსოლუტური არაფერი. ის არის კვანტური ვაკუუმი. და ეს კვანტური ვაკუუმი არის საკმარისი იმისთვის, რომ წარმოიშვას სამყარო. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ დაუბრუნდეთ დროში უკან და უკან, 10,000 მილიარდ წლის წინ, დიდი აფეთქების მომენტამდე. რას დაინახავდით? ზოგიერთი თეორიის თანახმად დაინახავდით კვანტურ ვაკუუმს, არა სრულიად ცარიელს, არამედ სავსე ამ ენერგიული ფლუქტუაციებით, ამ ვირტუალური ნაწილაკებით. და შემდეგ ერთ მომენტში შესაძლოა კვანტური ფლუქტუაციის გამო, შესაძლოა რაღაც სხვა მექანიზმის გამო, რომელსაც ჩვენ ჯერ არ ვიცით, ეს ვაკუუმი გადავიდა სხვა მდგომარეობაში. ენერგია, რომელიც იყო ვაკუუმში, გახდა ძალა, რომელმაც გამოიწვია ინფლაცია, ექსპონენციალური გაფართოება სივრცისა. სივრცე გაიზარდა უზარმაზარი სიჩქარით და ამ პროცესში ვაკუუმის ენერგია გარდაიქმნა რეალურ ნაწილაკებად, კვარკებად, ელექტრონებად, ფოტონებად. არაფერი გახდა ყველაფერი. პოტენციალი გახდა აქტუალობა. ვირტუალური გახდა რეალური. და ეს პროცესი არ იყო ერთჯერადი მოვლენა. კვანტური ველის თეორიის თანახმად, ნაწილაკები მუდმივად იბადებიან და ქრებიან. მატერია მუდმივად ურთიერთქმედებს ვაკუუმთან. ყოველი ატომი თქვენს სხეულში, ყოველი ელექტრონი, ყოველი კვარკი, ყველა ისინი მუდმივად საუბრობენ ვაკუუმთან, მუდმივად ურთიერთქმედებენ ამ ვირტუალურ ნაწილაკებთან, რომლებიც იბადებიან და ქრებიან მათ გარშემო. ახლა წარმოიდგინეთ რაღაც კიდევ უფრო რადიკალური. ზოგიერთი ფიზიკოსი ფიქრობს, რომ ჩვენი სამყარო შეიძლება არ იყოს ერთადერთი. შესაძლოა, კვანტური ფლუქტუაციები მუდმივად ქმნიან ახალ სამყაროებს, ბუშტებს სივრცე-დროში, რომლებიც იბადებიან, ფართოვდებიან, ევოლუციონირებენ. ეს არის იდეა მულტივერსის, უსასრულო რაოდენობის სამყაროების, თითოეული თავისი ფიზიკური კანონებით, თავისი მუდმივებით, თავისი ისტორიით. თუ ეს მართალია, მაშინ არაფერი, კვანტური ვაკუუმი, არის არა მხოლოდ წყარო ჩვენი სამყაროსა, არამედ მარადიული გენერატორი სამყაროებისა. ის არის კოსმიური საშვილოსნო, რომელიც მუდმივად ქმნის ახალ რეალობებს, ახალ შესაძლებლობებს, ახალ ფორმებს არსებობისა. და ყოველი ეს სამყარო იწყება იმავე გზით, როგორც კვანტური ფლუქტუაცია ვაკუუმში, როგორც პატარა ბუშტი ენერგიისა, რომელიც შემდეგ ფართოვდება და ხდება მთელი კოსმოსი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა და ყველაზე რადიკალური იდეა თანამედროვე ფიზიკაში. და ის ყველაფერი იწყება იმ უბრალო აღმოჩენით, რომ არაფერი არ არის მართლაც არაფერი. რომ ვაკუუმი არ არის ცარიელი. რომ სიცარიელი არის სავსე პოტენციალით, ენერგიით, შესაძლებლობით. მაგრამ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? რატომ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ვაკუუმი არ არის ცარიელი? რატომ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ არაფერი არის რაღაც? რადგან ეს ცვლის ყველაფერს ჩვენს გაგებას რეალობის, არსებობის, თავად ჩვენი ადგილის სამყაროში. ათასწლეულების განმავლობაში ადამიანები ფიქრობდნენ არაფერზე, როგორც აბსოლუტურ არარსებობაზე, როგორც საპირისპირო ყოველივე რეალურისა. ფილოსოფოსები კამათობდნენ, შეიძლება თუ არა რაღაც წარმოიშვას არაფრისგან. ან უნდა იყოს რაღაც მარადიული, რაღაც რაც ყოველთვის არსებობდა? ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი კითხვა მეტაფიზიკაში, ფილოსოფიაში, თეოლოგიაში. მაგრამ კვანტური ფიზიკა გვიჩვენებს, რომ ეს კითხვა დაფუძნებულია ცრუ დიქოტომიაზე. არ არსებობს არაფერი იმ აბსოლუტურ გაგებით. ყველაზე ცარიელი მდგომარეობა, რომელიც შეიძლება არსებობდეს ფიზიკურ რეალობაში, კვანტური ვაკუუმი, არის უკვე რაღაც. ის არის მდგომარეობა სავსე პოტენციალით, სავსე ენერგიით, სავსე შესაძლებლობით. და ეს ნიშნავს, რომ კითხვა, რატომ არის რაღაც და არა არაფერი. ეს ძველი ფილოსოფიური კითხვა, შეიძლება არ იყოს სწორი კითხვა. შესაძლოა, სწორი კითხვა არის, რატომ არის ვაკუუმი ისეთი, როგორიც არის. რატომ აქვს მას თვისებები, რომლებიც საშუალებას იძლევა წარმოიშვას სამყარო, და ეს არის კითხვა, რომელზეც ფიზიკა შეიძლება პასუხი გასცეს, არა ფილოსოფიური სპეკულაციით, არამედ ექსპერიმენტით, დაკვირვებით, მათემატიკური თეორიით. დაუბრუნდეთ იმას, საიდანაც დავიწყეთ, თქვენს სხეულს, ამ წამს. ახლა როცა ამ სიტყვებს უსმენთ, თქვენს სხეულში მილიარდობით ვირტუალური ნაწილაკი იბადება და ქრება. თქვენი ატომები მუდმივად ურთიერთქმედებენ ვაკუუმთან. ენერგია მუდმივად ფლუქტუირებს თქვენს გარშემო, თქვენში, თქვენს ყოველ უჯრედში. თქვენ არ ხართ იზოლირებული ობიექტი ცარიელ სივრცეში. თქვენ ხართ ნაწილი ამ კოსმიური ოკეანისა, ამ კვანტური ვაკუუმისა, რომელიც ავსებს მთელ სამყაროს. თქვენი ყოველი ატომი, თქვენი ყოველი ელექტრონი არის აგზნება ველში, რომელიც ვრცელდება მთელ კოსმოსში.
თქვენ ხართ ტალღა ამ ოკეანეში, ლოკალური, დროებითი, მაგრამ ფუნდამენტურად დაკავშირებული მთელ დანარჩენთან. და ეს არაფერი, რომელიც გარშემორტყამთ, ეს ვაკუუმი, ეს ცარიელი სივრცე, არის იგივე არაფერი, საიდანაც წარმოიშვა სამყარო 10,000 მილიარდ წლის წინ. ეს არის იგივე არაფერი, რომელიც ახლა აყალიბებს სამყაროს მომავალს, რომელიც უბიძგებს მას უფრო სწრაფად გაფართოვდეს. ეს არის იგივე არაფერი, რომელიც შესაძლოა ქმნის ახალ სამყაროებს ამ წამში, სადღაც სხვა კუთხეში რეალობისა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ გაზარდოთ მასშტაბი, არა სივრცეში, არამედ დროში. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ არა მხოლოდ ეს წამი, არამედ მთელი ისტორია სამყაროსი, 10,000 მილიარდი წლის უკან დიდი აფეთქების მომენტამდე და კიდევ უფრო უკან, იმ წინდე, რომელიც შესაძლოა არც კი იყო, წინ ჩვეულებრივი გაგებით. რას დაინახავდით? ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, როგორ ქმნის კვანტური ვაკუუმი ვირტუალურ ნაწილაკებს ამ წამში, თქვენ სხეულში, ყოველ ატომში. მაგრამ ახლა გავზარდოთ მასშტაბი. წარმოიდგინეთ არა ერთი ატომი, არამედ მთელი სამყარო. წარმოიდგინეთ არა ერთი წამი, არამედ მთელი კოსმიური ისტორია. და აქ ხდება რაღაც საოცარი, იგივე პროცესი, რომელიც ქმნის ელექტრონ-პოზიტრონის წყვილს ვაკუუმში წამის მილიარდად ნაწილში, შეიძლება იყოს იგივე პროცესი, რომელმაც შექმნა მთელი სამყარო. 1990 წელს ალან გუთმა და მისმა კოლეგებმა დეტალურად შეიმუშავეს ინფლაციური თეორია, იდეა, რომ ძალიან ადრეულ სამყაროში, პირველი წამის პირველ ფრაქციაში, სივრცე გაიზარდა ექსპონენციალური სიჩქარით. რამდენად სწრაფად? წარმოიდგინეთ რეგიონი, რომელიც იყო პროტონზე პატარა, 1 მილიონ მილიარდედი სანტიმეტრი და რომელიც გაიზარდა მთელ დაკვირვებად სამყაროზე დიდ ზომამდე წამის ტრილიონად ნაწილში. ეს არ არის უბრალოდ სწრაფი გაფართოება. ეს არის რაღაც ფუნდამენტურად განსხვავებული. ინფლაციის დროს სივრცე თავად ფართოვდებოდა სინათლის სიჩქარეზე ბევრად უფრო სწრაფად და ეს არ არეკლავს ფარდობითობის თეორიას, რადგან ფარდობითობა კრძალავს ობიექტების მოძრაობას სივრცეში სინათლის სიჩქარეზე სწრაფად, მაგრამ არა თავად სივრცის გაფართოებას. სივრცე შეიძლება ფართოვდეს ნებისმიერი სიჩქარით. მაგრამ რამ გამოიწვია ეს ინფლაცია? რა იყო ძრავა ამ უზარმაზარი გაფართოებისა? პასუხი მდგომარეობს იმაში, რასაც ფიზიკოსები უწოდებენ ინფლატონის ველს, ჰიპოთეტურ კვანტურ ველს, რომელიც ავსებდა ადრეულ სამყაროს. ეს ველი იყო განსაკუთრებულ მდგომარეობაში, რომელსაც ჰქონდა უზარმაზარი ენერგია, მაგრამ იყო დროებით სტაბილური. ეს იყო ისეთივე, როგორც წყალი, რომელიც გადაცივებულია 0 გრადუსზე დაბლა, მაგრამ ჯერ არ გაყინულა, მეტასტაბილური მდგომარეობა. და შემდეგ რაღაცმა, შესაძლოა კვანტურმა ფლუქტუაციამ, გამოიწვია ამ ველის გადასვლა სხვა მდგომარეობაში. ეს იყო ისეთივე, როგორც როდესაც გადაცივებული წყალი უეცრად იწყებს გაყინვას, ფაზური გადასვლა. და ამ ფაზური გადასვლის დროს ენერგია, რომელიც იყო ინფლატონის ველში, გარდაიქმნა რაღაცად, რასაც ფიზიკოსები უწოდებენ ვაკუუმის ენერგიას, რომელიც თანდაყოლილია თავად სივრცეში. და აქ არის გასაღები, ვაკუუმის ენერგიას აქვს უცნაური თვისება. ის არ იქცევა როგორც ჩვეულებრივი მატერია ან გამოსხივება. როდესაც სამყარო ფართოვდება, ჩვეულებრივი მატერიის სიმკვრივე მცირდება, იგივე რაოდენობა მატერიისა ვრცელდება უფრო დიდ მოცულობაზე. მაგრამ ვაკუუმის ენერგიის სიმკვრივე რჩება მუდმივი. რაც უფრო მეტად ფართოვდება სივრცე, მით მეტი ვაკუუმის ენერგია ჩნდება. ეს ნიშნავს, რომ ვაკუუმის ენერგია მოქმედებს როგორც ანტიგრავიტაცია. ის არ იზიდავს, ის აბიჯებს. და რაც უფრო მეტად ფართოვდება სივრცე, მით უფრო ძლიერი ხდება ეს აბიჯება. ეს არის დადებითი უკავშირის მარყულში, გაფართოება ქმნის მეტ ენერგიას, რომელიც იწვევს უფრო სწრაფ გაფართოებას, რომელიც ქმნის კიდევ უფრო მეტ ენერგიას. ეს არის ექსპონენციალური ზრდა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უყურებთ ფილმს სამყაროს ისტორიის შესახებ და თქვენ იწყებთ უკუღმა გადახვევას. თქვენ ხედავთ გალაქტიკებს, რომლებიც უახლოვდებიან ერთმანეთს. თქვენ ხედავთ ვარსკვლავებს, რომლებიც იშლებიან უკან თავიანთ კომპონენტებად, წყალბადად და ჰელიუმად. თქვენ ხედავთ ატომებს, რომლებიც იშლებიან პროტონებად, ნეიტრონებად, ელექტრონებად. თქვენ ხედავთ პროტონებს და ნეიტრონებს, რომლებიც იშლებიან კვარკებად. გააგრძელეთ უკუღმა გადახვევა. სამყარო ხდება უფრო და უფრო ცხელი, უფრო და უფრო მკვრივი. ახლა თქვენ ხართ პირველ წამში დიდი აფეთქების შემდეგ. ტემპერატურა არის ტრილიონობით გრადუსი. მატერია არსებობს როგორც პლაზმა კვარკებისა და გლუონებისა, ქვარკ-გლუონური პლაზმა. ეს არის მდგომარეობა, რომელიც ახლა ხელოვნურად იქმნება დიდ ჰადრონულ კოლაიდერში, როდესაც ფიზიკოსები ახამებენ მძიმე ატომებს თითქმის სინათლის სიჩქარით.
გააგრძელეთ უკუღმა. ახლა თქვენ ხართ პირველ მიკროწამში. ტემპერატურა არის 10,000 ტრილიონი გრადუსი. ენერგია ასე მაღალია, რომ ყველა ფუნდამენტური ძალა, ელექტრომაგნიტური, სუსტი ბირთვული, ძლიერი ბირთვული, შესაძლოა იყო გაერთიანებული ერთ ძალაში. ეს არის ეპოქა, რომელსაც ფიზიკოსები უწოდებენ დიდ გაერთიანებას. გააგრძელეთ კიდევ უფრო უკან. ახლა თქვენ ხართ პირველ ნანოწამში, პირველ პიკოწამში, პირველ ფემტოწამში. დრო თავად ხდება უცნაური, კვანტური ეფექტები იწყებენ დომინირებას. სივრცე დრო შესაძლოა ფლუქტუირებს, ქაფდება როგორც ოკეანის ზედაპირი ქარიშხალში. და ახლა თქვენ აღწევთ ერთ კრიტიკულ მომენტს, პლანკის დროს, დაახლოებით 10:44 წამი დიდი აფეთქების შემდეგ. ეს არის ყველაზე მოკლე დროის ინტერვალი, რომელსაც აქვს ფიზიკური მნიშვნელობა ჩვენი მიმდინარე თეორიების თანახმად. უფრო მოკლე დროის მასშტაბებზე კვანტური ეფექტები გრავიტაციაზე ხდება ასე ძლიერი, რომ ჩვენი თეორიები შეწყვეტენ მუშაობას. ჩვენ არ ვიცით რა ხდება იქ. მაგრამ ინფლაციური თეორია გვეუბნება რაღაცას საოცარს. ყველა ეს ისტორია, ყველა ეს 10,000 მილიარდი წელი, ყველა ეს გალაქტიკა, ყველა ეს ვარსკვლავი, ყველა ეს პლანეტა, ყველაფერი ეს წარმოიშვა ერთი მოკლე პერიოდის დროს, რომელიც გაგრძელდა წამის ტრილიონეთ ნაწილზე ნაკლები. ინფლაციის ეპოქა იყო ასე მოკლე, რომ თუ მთელი სამყაროს ისტორია იყო ერთი წელი, ინფლაცია გაგრძელდებოდა წამის მილიარდეთ ნაწილზე ნაკლები. მაგრამ ამ უმოკლეს დროში სამყარო გაიზარდა ფაქტორით, რომელიც შეიძლება იყოს 10-26 ხარისხში, ან კიდევ უფრო მეტი. წარმოიდგინეთ რეგიონი, რომელიც იყო ატომზე პატარა და რომელიც გახდა მთელ დაკვირვებად სამყაროზე დიდი და შესაძლოა ბევრად უფრო დიდი, რადგან ჩვენ ვხედავთ მხოლოდ იმ ნაწილს, საიდანაც სინათლეს ჰქონდა დრო მოგვეღწია. და აქ არის ყველაზე საოცარი ნაწილი, ყველა ეს ენერგია, რომელმაც გამოიწვია ინფლაცია, მოვიდა ვაკუუმიდან. ის მოვიდა იმ არაფრისგან, რომელზეც ვსაუბრობდით. კვანტური ველი, ინფლატონის ველი, იყო მდგომარეობაში, რომელსაც ჰქონდა უზარმაზარი ენერგია. და როდესაც ეს ველი გადავიდა სხვა მდგომარეობაში, ეს ენერგია გარდაიქმნა რეალურ ნაწილაკებად, კვარკებად, ელექტრონებად, ფოტონებად, ყველა ის, რაც ქმნის მატერიას და გამოსხივებას სამყაროში. ახლა დაუბრუნდეთ იმ პარალელს, რომელიც ამ ყველაფერს აკავშირებს. გახსოვთ ვირტუალური ნაწილაკები, რომლებზეც ვსაუბრობდით? ელექტრონ-პოზიტრონის წყვილები, რომლებიც იბადებიან და ქრებიან ვაკუუმში წამის მილიარდეთ ნაწილში. ახლა წარმოიდგინეთ იგივე პროცესი, მაგრამ კოსმიურ მასშტაბზე. კვანტური ველის თეორიის თანახმად ვაკუუმი მუდმივად ფლუქტუირებს. ენერგია მუდმივად იბადება და ქრება. მაგრამ ჰაიზენბერგის განუსაზღვრელობის პრინციპის თანახმად, რაც უფრო მოკლეა დროის ინტერვალი, მით უფრო დიდი შეიძლება იყოს ენერგიული ფლუქტუაცია. და თუ თქვენ უყურებთ საკმარისად მოკლე დროის ინტერვალს, პლანკის დროს, 10-44 წამს, ენერგიული ფლუქტუაცია შეიძლება იყოს უზარმაზარი. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ერთი ასეთი ფლუქტუაცია არ გაქრა. წარმოიდგინეთ, რომ ის იყო საკმარისად დიდი, საკმარისად ენერგიული, რომ გამოეწვია ინფლაცია. წარმოიდგინეთ, რომ პატარა რეგიონი ვაკუუმისა, რეგიონი, რომელიც იყო ატომზე პატარა, უეცრად გადავიდა მდგომარეობაში, სადაც ინფლატონის ველს ჰქონდა უზარმაზარი ენერგია. და ეს ენერგია გამოიწვია ექსპონენციალური გაფართოება. ეს არის ერთ-ერთი წამყვანი თეორია იმის შესახებ, როგორ დაიწყო სამყარო, როგორც კვანტური ფლუქტუაცია ვაკუუმში. არა როგორც რაღაც, რაც მოითხოვდა გარე მიზეზს, არა როგორც რაღაც, რაც მოითხოვდა შემქმნელს, არამედ როგორც ბუნებრივი, სპონტანური პროცესი, რომელიც დაშვებულია და შესაძლოა გარდაუვალია კვანტური მექანიკის კანონებით. ფიზიკოსი ალექსანდერ ვილენკინი პრინსტონის უნივერსიტეტიდან ერთხელ თქვა, სამყარო არის საბოლოო უფასო სადილი. რას გულისხმობდა ის? ის გულისხმობდა, რომ სამყაროს შექმნა არ მოითხოვს ენერგიის ინექციას გარედან. მთელი ენერგია, რომელიც საჭიროა სამყაროს შესაქმნელად, შეიძლება მოვიდეს თავად ვაკუუმიდან, კვანტური ფლუქტუაციებიდან, რომლებიც დაშვებულია ჰაიზენბერგის პრინციპით. მაგრამ აქ არის რაღაც კიდევ უფრო ღრმა. როდესაც ფიზიკოსები ითვლიან სამყაროს მთლიან ენერგიას, ისინი აღმოაჩენენ რაღაც გასაოცარს, ის შეიძლება იყოს ნული. როგორ შეიძლება ეს? რადგან არსებობს ორი სახის ენერგია სამყაროში, დადებითი ენერგია მატერიისა და გამოსხივებისა და უარყოფითი ენერგია გრავიტაციული ველისა. წარმოიდგინეთ ორი მასა, რომლებიც იზიდავენ ერთმანეთს გრავიტაციით. რომ მათ გამოეხოთ ერთმანეთისგან, თქვენ უნდა შეიტანოთ ენერგია. ეს ნიშნავს, რომ როდესაც ისინი არიან ერთად, მათ აქვთ ნაკლები ენერგია, ვიდრე როდესაც ისინი არიან გამოყოფილი. გრავიტაციული ველი აქვს უარყოფით ენერგიას.
და როდესაც თქვენ ითვლით ყველა დადებით ენერგიას სამყაროში, ყველა მატერიას, ყველა გამოსხივებას, ყველა ბნელ მატერიას, ყველა ბნელ ენერგიას და ყველა უარყოფით ენერგიას გრავიტაციული ველისა, ისინი თითქმის ზუსტად ანულებენ ერთმანეთს. სამყაროს მთლიანი ენერგია არის ძალიან ახლოს ნულთან, შესაძლოა ზუსტად ნული. ეს ნიშნავს, რომ სამყაროს შექმნა არ დაარღვია ენერგიის შენარჩუნების კანონი. მთლიანი ენერგია წინ და შემდეგ არის იგივე, ნული. არაფერი გახდა ყველაფერი, მაგრამ მთლიანი ბალანსი დარჩა იგივე. ეს არის ისეთივე, როგორც როდესაც თქვენ იღებთ ნულს და ყოფთ მას +1 და -1, თქვენ შექმენით ორ რიცხვს, მაგრამ მათი ჯამი ჯერ კიდევ არის ნული. ახლა წარმოიდგინეთ რაღაც კიდევ უფრო რადიკალური. თუ ეს პროცესი კვანტური ფლუქტუაცია, რომელიც იწვევს ინფლაციას, რომელიც ქმნის სამყაროს. მოხდა ერთხელ, რატომ არ შეიძლება ის მოხდეს კიდევ? რატომ არ შეიძლება ის ხდებოდეს მუდმივად, ყველგან, ყოველ მომენტში? ეს არის იდეა მარადიული ინფლაციის თეორია, რომელიც შემოთავაზებული იქნა 1982 წელს რუსმა ფიზიკოსმა ანდრეი ლინდემ, რომელიც ახლა მუშაობს სტენფორდის უნივერსიტეტში. მისი იდეა იყო, ინფლაცია არ არის ერთჯერადი მოვლენა. ის არის მარადიული პროცესი. ვაკუუმი მუდმივად ქმნის ახალ რეგიონებს, რომლებიც გადიან ინფლაციას, რომლებიც ხდებიან ახალ სამყაროებად. წარმოიდგინეთ ოკეანეს, სადაც მუდმივად ჩნდება ბუშტები. ყოველი ბუშტი არის ახალი სამყარო, რომელიც იბადება, ფართოვდება, ევოლუციონირებს. ზოგიერთი ბუშტი შეიძლება იყოს პატარა და სწრაფად გაქრეს. ზოგიერთი შეიძლება გახდეს უზარმაზარი, როგორც ჩვენი სამყარო. ზოგიერთი შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფიზიკური კანონები, სხვადასხვა მუდმივები, სხვადასხვა რაოდენობა განზომილებებისა. და ყველა ეს ხდება ვაკუუმში, იმ არაფერში, რომელიც, როგორც ჩვენ ვნახეთ, არ არის მართლაც არაფერი. ვაკუუმი არის მარადიული გენერატორი სამყაროებისა, კოსმიური საშვილოსნო, რომელიც მუდმივად ქმნის ახალ რეალობებს. მაგრამ აქ ჩნდება ღრმა კითხვა, თუ ვაკუუმმა შექმნა ჩვენი სამყარო, საიდან მოვიდა თავად ვაკუუმი? საიდან მოვიდნენ კვანტური ველები, კვანტური კანონები, ჰაიზენბერგის პრინციპი? ეს არის კითხვა, რომელიც გადადის ფიზიკის საზღვრებს და შედის მეტაფიზიკის ტერიტორიაზე. ზოგიერთი ფიზიკოსი ამბობს, ეს კითხვა არ აქვს მნიშვნელობა. კვანტური კანონები უბრალოდ არის, ისინი არიან ფუნდამენტური თვისებები რეალობისა და არ არსებობს უფრო ღრმა ახსნა. ეს არის ისეთივე, როგორც კითხვა, რატომ არის 2 + 2 4? ეს უბრალოდ არის ლოგიკის თვისება და არ არსებობს უფრო ღრმა რატომ. სხვები ამბობენ, შესაძლოა არსებობს უფრო ღრმა დონე რეალობისა, რომელიც ჯერ არ აღმოვაჩინეთ. შესაძლოა კვანტური მექანიკა არ არის საბოლოო თეორია, არამედ აპროქსიმაცია რაღაც უფრო ფუნდამენტურისა. შესაძლოა არსებობს თეორია, რომელიც აერთიანებს კვანტურ მექანიკას და გრავიტაციას, კვანტური გრავიტაციის თეორია, და ეს თეორია მოგცემს უფრო ღრმა გაგებას იმისა, საიდან მოდის ვაკუუმი. და კიდევ სხვები ამბობენ, შესაძლოა კითხვა, საიდან მოვიდა ვაკუუმი, არის არასწორი კითხვა, რადგან ის ვარაუდობს, რომ იყო წინ, როდესაც ვაკუუმი არ არსებობდა. მაგრამ თუ დრო თავად არის ნაწილი ფიზიკური რეალობისა, თუ დრო დაიწყო დიდი აფეთქებით, მაშინ არ არსებობს წინ. ვაკუუმი, კვანტური ველები, კვანტური კანონები, ყველა ისინი უბრალოდ არიან გარეშე დასაწყისისა, გარეშე მიზეზისა, რადგან თავად მიზეზობრიობა მოითხოვს დროს. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის მხოლოდ თეორიული სპეკულაცია. ინფლაციური თეორია აკეთებს კონკრეტულ პროგნოზებს, რომლებიც შეიძლება შემოწმდეს. და ზოგიერთი ამ პროგნოზებიდან უკვე დადასტურდა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროგნოზი ეხება კოსმიურ მიკროტალღურ ფონურ გამოსხივებას, KMBS. ეს არის გამოსხივება, რომელიც ავსებს მთელ სამყაროს, ნარჩენი დიდი აფეთქებისა, როდესაც სამყარო იყო ცხელი და მკვრივი. 1970 წელს ამერიკელმა ფიზიკოსებმა არნო პენზიასმა და რობერტ უილსონმა შემთხვევით აღმოაჩინეს ეს გამოსხივება და მათ მიენიჭათ ნობელის პრემია ამ აღმოჩენისთვის. მაგრამ ინფლაციური თეორია პროგნოზირებს, რომ ეს გამოსხივება უნდა იყოს თითქმის, მაგრამ არასრულიად ერთგვაროვანი. უნდა არსებობდეს პატარა ფლუქტუაციები, პატარა რეგიონები, რომლებიც ოდნავ უფრო ცხელია ან უფრო ცივი. და ეს ფლუქტუაციები უნდა მოდიოდეს კვანტური ფლუქტუაციებიდან ინფლაციის დროს, პატარა ფლუქტუაციები ინფლატონის ველში, რომლებიც გაიზარდა კოსმიურ მასშტაბებამდე ინფლაციის დროს. 1992 წელს NASA-ს COBE სატელიტმა პირველად გაზომა ეს ფლუქტუაციები. ისინი იყო ზუსტად იმ მასშტაბის, რასაც ინფლაციური თეორია პროგნოზირებდა, დაახლოებით 1/1000-ში. ეს იყო უზარმაზარი წარმატება თეორიისთვის. 2003 წელს UMAP სატელიტმა გაზომა ეს ფლუქტუაციები კიდევ უფრო დიდი სიზუსტით. და 2013 წელს
პლანკის სატელიტმა გააკეთა ყველაზე ზუსტი გაზომვები. ყველა ეს დაკვირვება ადასტურებს ინფლაციური თეორიის ძირითად პროგნოზებს. ფლუქტუაციები ქიმიაში არის ზუსტად ისეთი, როგორიც უნდა იყოს, თუ ისინი წარმოიშვნენ კვანტური ფლუქტუაციებიდან ინფლაციის დროს. ეს არის პირდაპირი მტკიცებულება, რომ კვანტური პროცესები, რომლებიც ხდება ატომზე პატარა მასშტაბებზე, შეიძლება ჰქონდეს ეფექტი მთელ სამყაროზე. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი პროგნოზი, რომელიც ჯერ არ დადასტურებულა, მაგრამ რომელიც იქნებოდა კიდევ უფრო დრამატული მტკიცებულება. ინფლაციური თეორია პროგნოზირებს, რომ ინფლაციის დროს უნდა შექმნილიყო გრავიტაციული ტალღები თავად სივრცე დროში. ეს გრავიტაციული ტალღები უნდა დატოვონ კვალი ქიმიაში სპეციფიკური ნიმუში პოლარიზაციისა, რომელსაც ფიზიკოსები უწოდებენ ბირეჟიმის პოლარიზაციას. 2014 წელს BESIP-2 ექსპერიმენტმა ანტარქტიდაში გამოაცხადა, რომ მათ აღმოაჩინეს ეს სიგნალი. ეს იყო უზარმაზარი ახალი ამბავი, თუ მართალი იყო, ეს იქნებოდა პირდაპირი მტკიცებულება ინფლაციისა და კვანტური გრავიტაციული ეფექტებისა. მაგრამ შემდგომ ანალიზმა აჩვენა, რომ სიგნალი შესაძლოა იყო გამოწვეული მტვრით ჩვენს გალაქტიკაში, არა პრიმორდიალური გრავიტაციული ტალღებით. ძიება გრძელდება. რამდენიმე ექსპერიმენტი, როგორიცაა BESIP-3, Keck Array Class, Siemens Observatory, ცდილობენ გაზომონ ეს სიგნალი უფრო დიდი სიზუსტით. თუ ისინი წარმატებული იქნებიან, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა კოსმოლოგიის ისტორიაში, პირდაპირი მტკიცებულება, რომ სამყარო წარმოიშვა კვანტური ფლუქტუაციებიდან ვაკუუმში. დაუბრუნდეთ ჩვენს ცენტრალურ თემას, არაფერი და ყველაფერი. ჩვენ ვნახეთ, რომ კვანტური ვაკუუმი არ არის ცარიელი, ის სავსეა ენერგიით, ვირტუალური ნაწილაკებით, ფლუქტუაციებით. ჩვენ ვნახეთ, რომ ეს ვაკუუმი შეიძლება იყოს წყარო მთელი სამყაროსი, რომ კვანტური ფლუქტუაცია შეიძლება გამოიწვიოს ინფლაცია, რომელიც ქმნის სივრცეს, დროს, მატერიას, ენერგიას, ყველაფერს, რაც არსებობს. მაგრამ ახლა გავზარდოთ მასშტაბი კიდევ ერთხელ, არა სივრცეში, არა დროში, არამედ კონცეპტუალურად. რას ნიშნავს ეს ყველაფერი ჩვენი გაგებისთვის რეალობის? რას ნიშნავს ეს ჩვენი გაგებისთვის არსებობის? რას ნიშნავს ეს ჩვენი გაგებისთვის თავად ჩვენი ადგილისა ამ კოსმოსში? ათასწლეულების განმავლობაში ადამიანები ფიქრობდნენ, რომ არაფერი არის საპირისპირო ყველაფრისა. რომ არსებობა და არარსებობა არის ორი ფუნდამენტურად განსხვავებული მდგომარეობა, ორი საპირისპირო პოლუსი. მაგრამ კვანტური ფიზიკა გვიჩვენებს, რომ ეს დიქოტომია არის ილუზია. არაფერი და ყველაფერი არ არიან საპირისპირო, ისინი არიან ერთი და იგივე რეალობის სხვადასხვა ასპექტები. ვაკუუმი, ეს არაფერი არის პოტენციალი. ის არის შესაძლებლობა. ის არის მდგომარეობა, სადაც ყველაფერი შეიძლება წარმოიშვას, მაგრამ ჯერ არაფერი არ წარმოშობილა. და მატერია, ენერგია, სამყარო, ეს ყველაფერი არის ამ პოტენციალის რეალიზაცია. ეს არის მომენტი, როდესაც შესაძლებლობა ხდება აქტუალობა, როდესაც ვირტუალური ხდება რეალური. წარმოიდგინეთ ოკეანე. ზედაპირზე თქვენ ხედავთ ტალღებს, ზოგი დიდი, ზოგი პატარა, ყველა მოძრაობს, ცვლის ფორმას, ურთიერთქმედებს. ეს არის ყველაფერი, ყველა ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ რეალურს, ყველა ის, რასაც ჩვენ ვხედავთ და ვგრძნობთ. მაგრამ ღრმად ოკეანის ფსკერზე არის სიმშვიდე, არა სრულიად უძრავი, არამედ ბევრად უფრო მშვიდი. ეს არის არაფერი, ვაკუუმი, ძირითადი მდგომარეობა. მაგრამ ეს ორი არ არიან გამოყოფილი. ტალღები არ არიან რაღაც განსხვავებული ოკეანისგან, ისინი არიან ოკეანე. ისინი არიან ოკეანის მოძრაობა, ოკეანის აგზნება. და იგივე გზით მატერია და ენერგია არ არიან რაღაც განსხვავებული ვაკუუმისგან, ისინი არიან ვაკუუმის აგზნება, ვაკუუმის მოძრაობა, ვაკუუმის რეალიზაცია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა ინსაიტი კვანტური ველის თეორიის. ყველაფერი, რაც არსებობს, ყოველი ნაწილაკი, ყოველი ატომი, ყოველი მოლეკულა, ყოველი უჯრედი, ყოველი ორგანიზმი, ყოველი პლანეტა, ყოველი ვარსკვლავი, ყოველი გალაქტიკა, ყველაფერი ეს არის აგზნება ველებში, რომლებიც ავსებენ მთელ სივრცეს. და ამ ველების ძირითადი მდგომარეობა, მათი ცარიელი მდგომარეობა, არის ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ვაკუუმს. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ ეს, არა როგორც აბსტრაქტული იდეა, არამედ როგორც პირდაპირი აღქმა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ, როგორ თქვენი სხეული, თქვენი ხელები, თქვენი ტვინი, ყველაფერი ეს არის ტალღები ამ კოსმიურ ოკეანეში. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ იგრძნოთ, როგორ ყოველი ელექტრონი თქვენს ატომებში მუდმივად ურთიერთქმედებს ვაკუუმთან, როგორ ვირტუალური ნაწილაკები მუდმივად იბადებიან და ქრებიან თქვენს გარშემო. ეს არ იქნებოდა მისტიკური გამოცდილება.
ეს იქნებოდა პირდაპირი აღქმა ფიზიკური რეალობისა, რომელიც აღწერილია კვანტური ველის თეორიით, რომელიც დადასტურებულია ათასობით ექსპერიმენტით, რომელიც არის საფუძველი ყველა თანამედროვე ტექნოლოგიისა, ტრანზისტორებიდან ლაზერებამდე, მრის სკანერებიდან კვანტურ კომპიუტერებამდე. თქვენ არ იქნებოდით იზოლირებული, მე, რომელიც უყურებს სამყაროს გარედან. თქვენ იქნებოდით ნაწილი სამყაროსი, ტალღა კოსმიურ ოკეანეში, დროებითი აგზნება ველებში, რომლებიც ავსებენ მთელ არსებობას. და ეს არაფერი, რომელიც გარშემორტყამთ, არ იქნებოდა ცარიელი სივრცე, ის იქნებოდა თავად ოკეანე, წყარო, საშვილოსნო, საიდანაც ყველაფერი მოდის და სადაც ყველაფერი უბრუნდება. ახლა ჩვენ უნდა ჩავუღრმავდეთ რაღაც კიდევ უფრო უცნაურს, რაღაც, რაც ცვლის არა მხოლოდ ჩვენს გაგებას, არაფრის, არამედ თავად სივრცის, დროის და რეალობის ბუნების გაგებას. ჩვენ უნდა ვისაუბროთ კვანტურ აღრევაზე, ფენომენზე, რომელიც აინშტაინმა უწოდა საშინელი მოქმედება დისტანციაზე და რომელიც ახლა არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად დადასტურებული ეფექტი კვანტურ ფიზიკაში. 1922 წელს ავსტრიელმა ფიზიკოსმა ერვინ შრედინგერმა აღწერა რაღაც, რაც მას ეჩვენებოდა პარადოქსულად. როდესაც ორი კვანტური ნაწილაკი ურთიერთქმედებენ, ისინი შეიძლება გახდნენ აღრეული, მათი მდგომარეობები ხდება ურთიერთდაკავშირებული ისე, რომ თქვენ აღარ შეგიძლიათ აღწეროთ ერთი ნაწილაკი დამოუკიდებლად მეორისგან. ისინი ხდებიან ერთი სისტემა, მიუხედავად იმისა, რამდენად შორს არიან ერთმანეთისგან. წარმოიდგინეთ ორი ელექტრონი, რომლებიც შეიქმნენ ერთდროულად, მაგალითად, როდესაც ფოტონი იშლება ელექტრონ-პოზიტრონის წყვილად, რომელიც შემდეგ ანიჰილირდება და ქმნის ორ ახალ ფოტონს, რომლებიც შემდეგ იშლებიან ორ ახალ ელექტრონ-პოზიტრონის წყვილად. ეს ელექტრონები იქნებიან აღრეული. თუ თქვენ გაზომავთ ერთი ელექტრონის სპინს და აღმოაჩენთ, რომ ის არის ზემოთ, თქვენ მაშინვე იცით, რომ მეორე ელექტრონის სპინი არის ქვემოთ, მიუხედავად იმისა, რამდენად შორს არის ის, მიუხედავად იმისა, არის თუ არა რაიმე კავშირი მათ შორის. 1972 წელს ამერიკელმა ფიზიკოსმა ჯონ ბელმა დაამტკიცა თეორემა, რომელმაც აჩვენა, ეს კორელაცია არ შეიძლება აიხსნას რაიმე ფარული ცვლადებით ინფორმაციით, რომელიც ნაწილაკებმა გაიზიარეს მათი შექმნის დროს. კორელაცია ძალიან ძლიერია, ძალიან სწრაფია, ძალიან სრულყოფილია იმისთვის, რომ აიხსნას ნებისმიერი კლასიკური მექანიზმით. 1992 წელს ფრანგმა ფიზიკოსმა ალენ ასპემ და მისმა კოლეგებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელმაც საბოლოოდ დაადასტურა კვანტური აღრევა. ისინი შექმნეს აღრეულ ფოტონებს და გაზომეს მათი პოლარიზაცია დიდ მანძილზე. შედეგები იყო ნათელი, კორელაცია იყო ზუსტად ისეთი, როგორც კვანტური მექანიკა პროგნოზირებდა და ძალიან ძლიერი იმისთვის, რომ აიხსნას ნებისმიერი ლოკალური თეორიით. 2022 წელს ასპემს მიენიჭა ნობელის პრემია ამ მუშაობისთვის. მაგრამ რას ნიშნავს ეს ჩვენი თემისთვის, არაფრის და ყველაფრის შესახებ? ეს ნიშნავს, რომ ვაკუუმი, ეს არაფერი არ არის უბრალოდ ფონი, რომელზეც ხდება ყველაფერი. ვაკუუმი თავად არის აქტიური მედიუმი, რომელიც აკავშირებს ყველაფერს ყველაფერთან. როდესაც ორი ნაწილაკი ხდებიან აღრეული, ისინი არ აგზავნიან სიგნალებს ერთმანეთისთვის სივრცეში. ისინი არ საუბრობენ ერთმანეთთან რაიმე კლასიკური გზით. ისინი უბრალოდ არიან ერთი სისტემა, რომელიც არსებობს არა ლოკალურად, არამედ გლობალურად, მთელ სივრცეში. და ეს აღრევა არ არის იშვიათი, ეგზოტიკური ფენომენი. ეს არის ფუნდამენტური თვისება კვანტური რეალობისა. ყოველი ნაწილაკი, რომელიც ოდესმე ურთიერთქმედებდა სხვა ნაწილაკთან, რჩება გარკვეულწილად აღრეული მასთან. და რადგან ადრეულ სამყაროში, დიდი აფეთქების შემდეგ პირველ მომენტებში, ყველაფერი იყო ერთად, ძალიან ახლოს, ძალიან ცხელი, ძალიან მკვრივი, ყველაფერი ურთიერთქმედებდა ყველაფერთან. ეს ნიშნავს, რომ მთელი სამყარო, ყოველი ატომი, ყოველი ნაწილაკი, ყოველი ფოტონი არის ერთი უზარმაზარი აღრეული სისტემა. თქვენი სხეული, თქვენი ტვინი, თქვენი ყოველი ატომი არის აღრეული ატომებთან შორეულ galaktikებში. არა იმიტომ, რომ არსებობს რაიმე მისტიკური კავშირი, არამედ იმიტომ, რომ ყველა ეს ატომი წარმოიშვა იმავე ადრეული სამყაროდან, იმავე კვანტური ფლუქტუაციებიდან, იმავე ინფლაციური ეპოქიდან. ისინი არიან ნაწილი ერთი კოსმიური ტაპის სერიისა, ერთი კვანტური მდგომარეობისა, რომელიც ვრცელდება მთელ დაკვირვებად სამყაროზე. ახლა დაუბრუნდეთ ერთ ფუნდამენტურ ფილოსოფიურ კითხვას, რა არის რეალური? რას ნიშნავს არსებობა? ათასწლეულების განმავლობაში ფილოსოფოსები კამათობდნენ ამ კითხვებზე. ზოგიერთი ამბობდა, რომ რეალური არის მხოლოდ ის, რასაც შეგვიძლია დავინახოთ და შევეხოთ მატერიალური ობიექტები. სხვები ამბობდნენ, რომ რეალური არის მხოლოდ იდეები, ფორმები, მათემატიკური სტრუქტურები და მატერიალური სამყარო არის მხოლოდ ჩრდილი, პროექცია ამ უფრო ფუნდამენტური რეალობისა. მაგრამ კვანტური ფიზიკა გვთავაზობს რაღაც რადიკალურად განსხვავებულს.
ის გვეუბნება, რომ რეალობა არ არის შედგენილი ობიექტებისგან, არც მატერიალური, არც იდეალური. რეალობა არის შედგენილი ურთიერთობებისგან, პროცესებისგან, პოტენციალებისგან. ნაწილა კი არ არის პატარა ბურთი, რომელსაც აქვს განსაზღვრული პოზიცია და სიჩქარე. ნაწილა კი არის ღრუბელი შესაძლებლობისა, რომელიც ხდება კონკრეტული მხოლოდ როდესაც ის ურთიერთქმედებს რაიმესთან, სხვა ნაწილაკთან, გაზომვის ხელსაწყოსთან, თქვენს თვალთან. 1930 წელს დანიელმა ფიზიკოსმა ნილს ბორმა ჩამოაყალიბა ის, რასაც ახლა ეწოდება კოპენჰაგენის ინტერპრეტაცია კვანტური მექანიკისა. მისი ძირითადი იდეა იყო, კვანტურ სისტემას არ აქვს განსაზღვრული თვისებები გაზომვამდე. ელექტრონს არ აქვს განსაზღვრული პოზიციას, სანამ თქვენ არ გაზომავთ მის პოზიციას. ფოტონს არ აქვს განსაზღვრული პოლარიზაცია, სანამ თქვენ არ გაზომავთ მის პოლარიზაციას. გაზომვამდე სისტემა არსებობს სუპერპოზიციაში, ერთდროულად ყველა შესაძლო მდგომარეობაში. ეს ჟღერს აბსურდულად. როგორ შეიძლება რაღაც არ იყოს განსაზღვრული, სანამ თქვენ არ უყურებთ მას? მაგრამ ეს არის ზუსტად ის, რასაც ათასობით ექსპერიმენტი გვიჩვენებს. ყველაზე ცნობილი მაგალითი არის ორმაგი ნაპრალის ექსპერიმენტი. როდესაც თქვენ აგზავნით ელექტრონებს ორ ნაპრალზე, ისინი ქმნიან ინტერფერენციულ ნიმუშს, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყოველი ელექტრონი გადის ორივე ნაპრალზე ერთდროულად. მაგრამ თუ თქვენ აყენებთ დეტექტორს, რომელიც ამოწმებს, რომელ ნაპრალზე გადის ელექტრონი, ინტერფერენციული ნიმუში ქრება. ელექტრონი გადაწყვეტს გაიაროს მხოლოდ ერთ ნაპრალზე. მაგრამ აქ არის რაღაც კიდევ უფრო ღრმა. ეს არ არის იმის შესახებ, რომ ჩვენი გაზომვა აწუხებს ელექტრონს. ეს არის იმის შესახებ, რომ გაზომვამდე ელექტრონი მართლაც არ არის განსაზღვრულ მდგომარეობაში. ის არ არის ან აქ, ან იქ, მაგრამ ჩვენ არ ვიცით სად. ის არის და აქ, და იქ სუპერპოზიციაში. და ეს სუპერპოზიცია არ არის უბრალოდ ჩვენი უმეცრება. ეს არის ფიზიკური რეალობა, რომელიც ქმნის გაზომვად ეფექტებს, ინტერფერენციას, აღრევას, ყველა ის უცნაური ფენომენებს, რომლებიც ახასიათებს კვანტურ სამყაროს. ახლა დაუკავშირეთ ეს ჩვენს თემას ვაკუუმის შესახებ. ვაკუუმი, ეს არაფერი, ასევე არის სუპერპოზიციაში. ის არ არის უბრალოდ ცარიელი სივრცე. ის არ არის უბრალოდ არაფერი. ის არის სუპერპოზიცია ყველა შესაძლო მდგომარეობისა, ყველა შესაძლო ვირტუალური ნაწილაკის, ყველა შესაძლო ფლუქტუაციის, ყველა შესაძლო კონფიგურაციის ველებისა. ვაკუუმი არის ღრუბელი პოტენციალისა, ოკეანე შესაძლებლობისა. და როდესაც რაღაც ხდება, როდესაც ვირტუალური ნაწილაკი ხდება რეალური, როდესაც კვანტური ფლუქტუაცია იწვევს ინფლაციას, როდესაც სამყარო იბადება, ეს არის მომენტი, როდესაც ერთი ამ შესაძლებლობებიდან ხდება აქტუალობა. ეს არის მომენტი, როდესაც სუპერპოზიცია კოლაფსირდება, არა იმიტომ, რომ ვინმე აკვირდება მას, არამედ იმიტომ, რომ ის ურთიერთქმედებს რაიმესთან, ხდება ნაწილი უფრო დიდი სისტემისა, იღებს კონკრეტულ ფორმას. ახლა ჩვენ უნდა ვისაუბროთ ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევაზე თანამედროვე ფიზიკაში, კვანტური გრავიტაციის პრობლემაზე. ჩვენ გვაქვს ორი დიდი თეორია, რომლებიც აღწერენ ბუნებას, კვანტური მექანიკა, რომელიც აღწერს ძალიან პატარას, ატომებს, ნაწილაკებს, ველებს. და ზოგადი ფარდობითობა, რომელიც აღწერს ძალიან დიდს, გრავიტაციას, სივრცე-დროს, კოსმოსს. ორივე თეორია არის უზარმაზარად წარმატებული თავის დომენში. მაგრამ ისინი არ თავსდებიან ერთმანეთთან. კვანტური მექანიკა გვეუბნება, რომ ყველაფერი ფლუქტუირებს, ყველაფერი არის განუსაზღვრელი, ყველაფერი არის ალბათობა. ზოგადი ფარდობითობა გვეუბნება, რომ სივრცე-დრო არის გლუვი, დეტერმინისტული, გეომეტრიული. როდესაც თქვენ ცდილობთ გააერთიანოთ ისინი, როდესაც თქვენ ცდილობთ შექმნათ კვანტური თეორია გრავიტაციისა, თქვენ იღებთ უსასრულობებს, წინააღმდეგობებს, მათემატიკურ პრობლემებს. მაგრამ ზოგიერთი თეორია ცდილობს გადალახოს ეს პრობლემა რადიკალური გზით. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არის სიმების თეორია, იდეა, რომ ფუნდამენტური ნაწილაკები არ არიან ნაწილაკები საერთოდ, არამედ პატარა ვიბრირებადი სიმები. სხვადასხვა ვიბრაციის რეჟიმები შეესაბამება სხვადასხვა ნაწილაკებს, ელექტრონს, კვარკს, ფოტონს, გრავიტონს. და ამ თეორიაში სივრცე-დრო თავად შეიძლება იყოს არა ფუნდამენტური, არამედ გამოსული, წარმოშობილი უფრო ღრმა, უფრო ფუნდამენტური სტრუქტურებიდან. სხვა მიდგომა არის მარკუჟოვანი კვანტური გრავიტაცია, იდეა, რომ სივრცე-დრო თავად არის კვანტური, შედგენილი დისკრეტული ატომური ერთეულებისგან. წარმოიდგინეთ, რომ სივრცე არ არის უწყვეტი, არამედ შედგენილია პატარა ატომებისგან, სივრცისა, რეგიონებისგან, რომლებიც არის დაახლოებით პლანკის სიგრძის ზომის 10-25 მეტრი. ამ მასშტაბზე სივრცე-დრო ქაფდება, ფლუქტუირებს, ხდება კვანტური.
მაგრამ რას ნიშნავს ეს ჩვენი თემისთვის? ეს ნიშნავს, რომ თავად სივრცე და დრო, ის, რასაც ჩვენ ვთვლით ყველაზე ფუნდამენტურად, შეიძლება არ იყოს ფუნდამენტური საერთოდ. ისინი შეიძლება იყოს გამოსული თვისებები, წარმოშობილი რაღაც უფრო ღრმა, უფრო ძირითადი დონიდან რეალობისა. და ეს უფრო ღრმა დონე შეიძლება იყოს სწორედ ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ კვანტურ ვაკუუმს, არა როგორც ცარიელ სივრცეს, არამედ როგორც ფუნდამენტურ სუბსტრატს, საიდანაც წარმოიშობა სივრცე, დრო, მატერია, ენერგია, ყველაფერი. 2010 წელს ამერიკელმა ფიზიკოსმა ბრაიან გრიმმა თავის წიგნში „ფარული რეალობა“ აღწერა ეს იდეა ასე. წარმოიდგინეთ, რომ სივრცე დრო არის როგორც ყინული, ის გამოიყურება მყარად სტაბილურად უწყვეტად. მაგრამ როდესაც თქვენ აცხელებთ მას, ის დნება და ხდება წყალი, ფლუიდი, დინამიური, შედგენილი მოლეკულებისგან. და თუ თქვენ აცხელებთ მას კიდევ უფრო მეტად, ის ხდება ორთქლი, აირი, სადაც მოლეკულები თავისუფლად მოძრაობენ. იგივე გზით სივრცე დრო, რომელიც ჩვენთვის გამოიყურება მყარად და სტაბილურად, შეიძლება იყოს მხოლოდ გაყინული ფაზა რაღაც უფრო ფუნდამენტურისა, კვანტური ვაკუუმისა, რომელიც ძალიან მაღალ ენერგიებზე დნება და ავლენს თავის ჭეშმარიტ, კვანტურ ბუნებას. ეს არ არის მხოლოდ ფილოსოფიური სპეკულაცია. ზოგიერთი თეორია კვანტური გრავიტაციისა, მაგალითად ჰოლოგრაფიული პრინციპი, აკეთებს კონკრეტულ პროგნოზებს იმის შესახებ, როგორ უნდა იქცეოდეს სივრცე დრო ექსტრემალურ პირობებში, შავი ხვრელების ჰორიზონტებთან, დიდი აფეთქების სინგულარობასთან, პლანკის მასშტაბზე. და ზოგიერთი ამ პროგნოზებიდან შეიძლება შემოწმდეს, არა პირდაპირი ექსპერიმენტით, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია შევქმნათ პლანკის ენერგიები, მაგრამ ირიბი დაკვირვებებით, გრავიტაციული ტალღების დეტექტორებით, კოსმიური მიკროტალღური ფონური გამოსხივების დეტალური ანალიზით, შავი ხვრელების დაკვირვებით. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ გამოცდოთ დრო არა როგორც უწყვეტი ნაკადი, არამედ როგორც სერია დისკრეტული მომენტებისა, კვანტური ტიკები დროისა, თითოეული გრძელდება პლანკის დროს 10-54 წამს. ეს არის ყველაზე მოკლე დროის ინტერვალი, რომელსაც აქვს ფიზიკური მნიშვნელობა. უფრო მოკლე დროის მასშტაბებზე, თავად დროის კონცეფცია კარგავს მნიშვნელობას, კვანტური ფლუქტუაციები სივრცე დროში ხდება ასე ძლიერი, რომ ჩვეულებრივი ცნებები წინ და შემდეგ შეწყვეტენ მუშაობას. ყოველ ასეთ მომენტში, ყოველ პლანკის დროში, ვაკუუმი ფლუქტუირებს. ვირტუალური ნაწილაკები იბადებიან და ქრებიან. ენერგია ჩნდება და ქრება. სივრცე დრო თავად შეიძლება ქაფდეს, ქმნის პატარა ბუშტებს, პატარა ფლუქტუაციებს გეომეტრიაში. და ყოველ ასეთ მომენტში არსებობს პატარა უმნიშვნელო ალბათობა, რომ ერთი ამ ფლუქტუაციებიდან იქნება საკმარისად დიდი, საკმარისად ენერგიული, რომ გამოიწვიოს ინფლაცია, რომ შექმნას ახალი სამყარო. ახლა გავზარდოთ მასშტაბი დროში. წარმოიდგინეთ არა ერთი პლანკის დრო, არამედ წამი, ეს არის დაახლოებით 10-54 პლანკის დრო. წარმოიდგინეთ წელი, ეს არის დაახლოებით 10-52 პლანკის დრო. წარმოიდგინეთ სამყაროს ასაკი, 10,000 მილიარდი წელი, ეს არის დაახლოებით 1061 პლანკის დრო. და ახლა წარმოიდგინეთ მომავალი. თუ მარადიული ინფლაციის თეორია სწორია, ვაკუუმი გააგრძელებს ახალი სამყაროების შექმნას, არა მხოლოდ ახლა, არამედ სამუდამოდ. ყოველ პლანკის დროში, სადღაც უსასრულო მულტივერსის რომელიმე კუთხეში, ახალი სამყარო იბადება. ზოგიერთი იქნება პატარა და სწრაფად გაქრება. ზოგიერთი გახდება უზარმაზარი, როგორც ჩვენი. ზოგიერთს ექნება სხვადასხვა ფიზიკური კანონები, სხვადასხვა რაოდენობა განზომილებებისა, სხვადასხვა ტიპის ნაწილაკები და ძალები. მაგრამ აქ არის რაღაც კიდევ უფრო ღრმა. თუ ეს პროცესი არის მარადიული, თუ ის არ ჰქონდა დასაწყისი და არ ექნება დასასრული, მაშინ არაფერი არ არის მხოლოდ წყარო ყველაფრისა. არაფერი არის მარადიული, თვითგანახლებადი, უსასრულო პროცესი შექმნისა. ვაკუუმი არის არა სტატიკური მდგომარეობა, არამედ დინამიური პროცესი, მარადიული ცეკვა შექმნისა და განადგურებისა, დაბადებისა და სიკვდილისა, პოტენციალისა და აქტუალობისა. და ამ პერსპექტივიდან კითხვა, რატომ არის რაღაც და არა არაფერი, იღებს ახალ მნიშვნელობას. შესაძლოა, სწორი კითხვა არის, როგორ შეიძლება იყოს არაფერი, თუ ვაკუუმი, ეს არაფერი თანდაყოლილად არის არასტაბილური, თანდაყოლილად ფლუქტუირებს, თანდაყოლილად ქმნის ნაწილაკებს და სამყაროებს, მაშინ არაფერი არ შეიძლება იყოს სტაბილური. არაფერი არ შეიძლება გაგრძელდეს. არაფერი გარდაულად ხდება ყველაფერი. ეს არის იდეა, რომელიც შემოთავაზებული იქნა ზოგიერთი ფიზიკოსის მიერ, მათ შორის ალექსანდერ ვილენკინის და სტივენ ჰოკინგის. მათი იდეა იყო, ვაკუუმი არის არასტაბილური. ის არ შეიძლება უბრალოდ იყოს, ის უნდა გახდეს რაღაც.
და ეს რაღაც არის სამყარო, ან უფრო სწორად უსასრულო რაოდენობის სამყაროები, რომლებიც მუდმივად იბადებიან კვანტური ფლუქტუაციებიდან ვაკუუმში. მაგრამ აქ ჩნდება ერთი საინტერესო კითხვა. თუ ვაკუუმი მუდმივად ქმნის ახალ სამყაროებს თითოეულ სხვადასხვა ფიზიკური კანონებით, რატომ ჩვენი სამყარო არის ისეთი, როგორიც არის? რატომ აქვს მას სწორედ ის ფიზიკური მუდმივები, რომლებიც საშუალებას იძლევა არსებობდეს ვარსკვლავები, პლანეტები, სიცოცხლე, ცნობიერება? ეს არის პრობლემა, რომელსაც ფიზიკოსები უწოდებენ ფაინ-ტიუნინგს, ზუსტ მორგებას. ფიზიკური მუდმივები, როგორიცაა ელექტრონის მასა, ელექტრომაგნიტური ძალის სიძლიერე, კოსმოლოგიური მუდმივა, ყველა ისინი ჩანს ზუსტად მორგებული იმისთვის, რომ საშუალება მისცეს სიცოცხლეს. თუ ისინი იქნებოდა ოდნავ განსხვავებული, ზოგიერთ შემთხვევაში მხოლოდ რამდენიმე პროცენტით, სამყარო იქნებოდა ძალიან განსხვავებული. ვარსკვლავები არ შეიძლებოდა ჩამოყალიბებულიყო. ატომები არ შეიძლებოდა არსებობდეს. სიცოცხლე, როგორც ჩვენ ვიცით, იქნებოდა შეუძლებელი. ზოგიერთი ადამიანი ამბობს, ეს არის მტკიცებულება დიზაინისა, რომ სამყარო იყო შექმნილი სიცოცხლისთვის. მაგრამ მულტივერსის თეორია გვთავაზობს სხვა ახსნას, ანთროპულ პრინციპს. თუ არსებობს უსასრულო რაოდენობის სამყაროები, თითოეული სხვადასხვა ფიზიკური მუდმივებით, მაშინ სტატისტიკურად გარდაუვალია, რომ ზოგიერთი მათგანი ექნება სწორედ ის მუდმივები, რომლებიც საშუალებას იძლევა არსებობდეს სიცოცხლე. და ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიპოვით თავს ერთ-ერთ ასეთ სამყაროში, რადგან მხოლოდ ასეთ სამყაროში შეიძლება არსებობდეს დამკვირვებლები, რომლებიც დაისვამენ ამ კითხვას. ეს არის ისეთივე, როგორც თუ თქვენ იპოვით თავს პლანეტაზე, რომელსაც აქვს სწორედ ის პირობები სიცოცხლისთვის, სწორი ტემპერატურა, სწორი ატმოსფერო, სწორი წყალი. თქვენ შეიძლება იფიქროთ, რა საოცარი შემთხვევაა, მაგრამ თუ არსებობს ტრილიონობით პლანეტა გალაქტიკაში და ტრილიონობით გალაქტიკა სამყაროში, მაშინ სტატისტიკურად გარდაუვალია, რომ ზოგიერთი მათგანი ექნება სწორი პირობები. და სიცოცხლე, რა თქმა უნდა, გამოჩნდება მხოლოდ იმ პლანეტებზე, სადაც პირობები შესაფერისია. იგივე ლოგიკა მოქმედებს კოსმიურ მასშტაბზე. თუ არსებობს უსასრულო რაოდენობის სამყაროები, მულტივერსი, მაშინ ფაინ-ტიუნინგი აღარ არის საიდუმლო. ეს არის უბრალოდ სელექციის ეფექტი, ჩვენ ვართ იმ სამყაროში, რომელიც საშუალებას იძლევა ჩვენ არსებობდეს, რადგან მხოლოდ ასეთ სამყაროში შეიძლება არსებობდეს ჩვენ. სხვა სამყაროები, ის სადაც ელექტრონი ძალიან მძიმეა, ან სადაც გრავიტაცია ძალიან ძლიერია, ან სადაც კოსმოლოგიური მუდმივა ძალიან დიდია, ყველა ეს სამყარო ასევე არსებობს, მაგრამ მათში არ არის დამკვირვებლები, რომლებიც შეამჩნევდნენ მათ. ეს არის ძლიერი იდეა, მაგრამ ის ასევე არის საკამათო. ზოგიერთი ფიზიკოსი ამბობს, რომ მულტივერსი არის არამეცნიერული, რომ თუ ჩვენ არ შეგვიძლია დავაკვირდეთ სხვა სამყაროებს, მაშინ ისინი არ არიან ნაწილი მეცნიერებისა. სხვები ამბობენ, რომ მულტივერსი არის ბუნებრივი შედეგი ინფლაციური თეორიისა და კვანტური მექანიკისა, რომ თუ ეს თეორიები სწორია, მულტივერსი თითქმის გარდაუვალია. და კიდევ სხვები ამბობენ, შესაძლოა, ჩვენ შევძლებთ დავაკვირდეთ სხვა სამყაროებს, არა პირდაპირ, არამედ ირიბად. თუ ჩვენი სამყარო შეეჯახა სხვა სამყაროს ადრეულ ეტაპზე, ეს შეიძლება დატოვოს კვალი კოსმიურ მიკროტალღურ ფონურ გამოსხივებაში, პატარა ანომალია, პატარა ასიმეტრია. ზოგიერთი კოსმოლოგი ეძებს ასეთ სიგნალებს, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი აღმოჩენილა. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის მხოლოდ აბსტრაქტული თეორია. კვანტური ვაკუუმის გაგება, ამ არაფრის, რომელიც არ არის მართლაც არაფერი, უკვე აქვს პრაქტიკული გამოყენებები. და მომავალში ეს გამოყენებები შეიძლება გახდეს კიდევ უფრო დრამატული. ერთ-ერთი ყველაზე პირდაპირი გამოყენება არის კვანტური კომპიუტერები. კვანტური კომპიუტერი იყენებს კვანტურ ეფექტებს, სუპერპოზიციას და აღრევას, რათა შეასრულოს გამოთვლები, რომლებიც შეუძლებელია კლასიკური კომპიუტერისთვის. და ეს კვანტური ეფექტები ფუნდამენტურად დაკავშირებულია ვაკუუმთან, ვირტუალურ ნაწილაკებთან, ენერგიულ ფლუქტუაციებთან, ყველა იმ უცნაურ თვისებებთან, რომლებზეც ვსაუბრობდით. 2029 წელს Google-მა გამოაცხადა, რომ მათ მიაღწიეს კვანტურ უპირატესობას, მათმა კვანტურმა კომპიუტერმა შეასრულა ამოცანა, რომელიც კლასიკურ სუპერკომპიუტერს დასჭირდებოდა ათასობით წელი. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრეტენზია იყო საკამათო, ეს იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი. და ახლა რამდენიმე კომპანია და კვლევითი ჯგუფი მუშაობს უფრო მძლავრი კვანტური კომპიუტერების შექმნაზე. სხვა გამოყენება არის კვანტური სენსორები, მოწყობილობები, რომლებიც იყენებენ კვანტურ ეფექტებს უზარმაზარი სიზუსტით გასაზომად. მაგალითად, ატომური საათები, რომლებიც იყენებენ ატომების კვანტურ გადასვლებს დროის გასაზომად, ახლა ასე ზუსტია, რომ ისინი დაკარგავენ მხოლოდ 1 წამს 10 მილიარდ წელში. ეს სიზუსტე არის კრიტიკული ჭიფსისთვის, ტელეკომუნიკაციებისთვის, ფინანსური ტრანზაქციებისთვის, ყველა ტექნოლოგიისთვის, რომელიც მოითხოვს სუსტ დროის სინქრონიზაციას.
და შემდეგ არის კვანტური კრიპტოგრაფია, მეთოდი ინფორმაციის დაშიფვრისა, რომელიც იყენებს კვანტურ აღრევას. თუ ვინმე ცდილობს გადაიჭრას კვანტური კრიპტოგრაფიული სისტემა, თავად გაზომვის აქტი შეცვლის კვანტურ მდგომარეობას და გამოავლენს მოსმენას. ეს ქმნის თეორიულად დაუმპრევ კომუნიკაციას, რომელიც დაცულია არა მათემატიკური სირთულით, არამედ თავად ბუნების კანონებით. 2006 წელს ჩინეთმა გაუშვა პირველი კვანტური სატელიტი, მეშიას, რომელიც დემონსტრირებდა კვანტურ კრიპტოგრაფიას კოსმოსიდან დედამიწაზე. 2017 წელს ჩინეთმა ააშენა პირველი კვანტური კომუნიკაციის ქსელი, 2000 კილომეტრის ხაზი, რომელიც აკავშირებს პეკინს და შანჰაის. ეს არის დასაწყისი ახალი ეპოქისა კომუნიკაციებში, ეპოქა, რომელიც დაფუძნებულია კვანტურ ფიზიკაზე, ამ უცნაურ თვისებებზე ვაკუუმისა და ნაწილაკებისა. მაგრამ შესაძლოა ყველაზე რადიკალური გამოყენება არის ის, რაც ჯერ არ არსებობს ვაკუუმის ენერგიის გამოყენება. თუ ვაკუუმი მართლაც შეიცავს უზარმაზარ ენერგიას, როგორც კვანტური ველის თეორია პროგნოზირებს, მაშინ შესაძლოა, ერთ დღეს ჩვენ შევძლებთ ამ ენერგიის ამოღებას. ეს იქნებოდა უსასრულო ენერგიის წყარო, ენერგია, რომელიც მოდის თავად სივრცისგან, თავად არაფრისგან. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სპეკულატიური. ჩვენ არ ვიცით, შესაძლებელია თუ არა ვაკუუმის ენერგიის ამოღება. ზოგიერთი ფიზიკოსი ამბობს, რომ ეს დაარღვევს თერმოდინამიკის კანონებს, რომ თქვენ არ შეგიძლიათ მიიღოთ ენერგია უფასოდ. სხვები ამბობენ, რომ შესაძლოა არსებობს გზები ამის გვერდისავლისა, შესაძლოა გამოყენებით კაზიმირის ეფექტის, ან დინამიური კაზიმირის ეფექტის, ან სხვა კვანტური ფენომენების. მაგრამ მიუხედავად იმისა, შესაძლებელია თუ არა ვაკუუმის ენერგიის პრაქტიკული გამოყენება, თავად იდეა, რომ არაფერი შეიცავს ენერგიას, რომ ცარიელი სივრცე არ არის ცარიელი, უკვე შეცვალა ჩვენი გაგება რეალობისა. და ეს გაგება აგრძელებს ტრანსფორმაციას, როგორც ჩვენი თეორიები ხდება უფრო ზუსტი, როგორც ჩვენი ექსპერიმენტები ხდება უფრო მგრძნობიარე, როგორც ჩვენი ტექნოლოგიები ხდება უფრო მძლავრი. წარმოიდგინეთ მომავალი, სადაც ჩვენ შეგვიძლია მანიპულირება ვაკუუმით, სადაც ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ნაწილაკები მოთხოვნისამებრ, სადაც ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ კვანტური აღრევა ინფორმაციის გადასაცემად მყისიერად ნებისმიერ მანძილზე, სადაც ჩვენ შეგვიძლია ამოვიღოთ ენერგია თავად სივრცისგან. ეს არ არის ფანტასტიკა, ეს არის ექსტრაპოლაცია იმისა, რასაც ჩვენ უკვე ვიცით, იმისა, რასაც ჩვენ უკვე შეგვიძლია გავაკეთოთ, იმისა, რაც შესაძლებელია ფიზიკის კანონების ფარგლებში. ახლა ჩვენ მივახციეთ კრიტიკულ წერტილს ჩვენს მოგზაურობაში. ჩვენ დავიწყეთ უბრალო კითხვით, როგორ შეიძლება რაღაც წარმოიშვას არაფრისგან. და ჩვენ ვნახეთ, რომ ეს კითხვა დაფუძნებულია ცრუ წინაპირობაზე, რომ არაფერი არ არის მართლაც არაფერი. ჩვენ ვნახეთ, რომ კვანტური ვაკუუმი არის ოკეანე ენერგიისა, პოტენციალისა, შესაძლებლობისა. ჩვენ ვნახეთ, რომ ვირტუალური ნაწილაკები მუდმივად იბადებიან და ქრებიან, რომ ვაკუუმი ქმნის გაზომვად ძალებს, რომ ის გავლენას ახდენს ატომებზე, მოლეკულებზე, თქვენს სხეულზე. ჩვენ ვნახეთ, რომ ეს იგივე ვაკუუმი შეიძლება იყოს წყარო მთელი სამყაროსი, რომ კვანტური ფლუქტუაცია შეიძლება გამოიწვიოს ინფლაცია, რომელიც ქმნის სივრცეს, დროს, მატერიას, ენერგიას. ჩვენ ვნახეთ, რომ ეს პროცესი შეიძლება იყოს მარადიული, რომ ვაკუუმი მუდმივად ქმნის ახალ სამყაროებს, უსასრულო მულტივერსს, სადაც ყოველი შესაძლო ფიზიკური კანონი რეალიზებულია სადღაც. ჩვენ ვნახეთ, რომ კვანტური აღრევა აკავშირებს ყველაფერს ყველაფერთან, რომ ყოველი ნაწილაკი თქვენს სხეულში არის აღრეული ნაწილაკებთან შორეულ გალაქტიკებში, რომ ჩვენ ყველა ვართ ნაწილი ერთი კოსმიური კვანტური მდგომარეობისა. ჩვენ ვნახეთ, რომ თავად სივრცე და დრო შეიძლება არ იყოს ფუნდამენტური, რომ ისინი შეიძლება იყოს გამოსული თვისებები, წარმოშობილი უფრო ღრმა დონიდან რეალობისა, რომელიც თავად არის კვანტური ვაკუუმი. და ჩვენ ვნახეთ, რომ ეს გაგება უკვე ცვლის ჩვენს სამყაროს, რომ კვანტური ტექნოლოგიები, დაფუძნებული ამ უცნაურ თვისებებზე ვაკუუმისა და ნაწილაკებისა უკვე არის აქ და მომავალში ისინი გახდებიან კიდევ უფრო მძლავრი. მაგრამ ახლა ჩვენ უნდა წავიდეთ კიდევ უფრო ღრმად. ჩვენ უნდა ვკითხოთ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი. რას ნიშნავს ეს ჩვენი გაგებისთვის რეალობის, არსებობის, ჩვენი ადგილისა კოსმოსში. რას ნიშნავს ეს ჩვენი გაგებისთვის თავად ცნობიერებისა, აზრის გამოცდილებისა. ეს არის კითხვები, რომლებზეც ჩვენ უნდა ვიფიქროთ შემდეგ ეტაპზე. რადგან არაფერი და ყველაფერი არ არიან მხოლოდ ფიზიკური კონცეფციები. ისინი არიან ფილოსოფიური კონცეფციები, ეგზისტენციალური კონცეფციები, რომლებიც ეხება თავად ჩვენს არსებობას, ჩვენს გამოცდილებას, ჩვენს გაგებას იმისა, თუ რას ნიშნავს იყო ცოცხალი, იყო ცნობიერი, იყო ნაწილი ამ უზარმაზარი, საოცარი, უცნაური კოსმოსისა. მე სრულყოფილად ვიცი, რაზე ფიქრობთ ახლა.
ყველაფერი ეს კვანტური ვაკუუმი, ვირტუალური ნაწილაკები, მულტივერსი, სამყაროები, რომლებიც იბადებიან არაფრისგან, ყველაფერი ეს ჟღერს როგორც ფანტასტიკა. ჟღერს როგორც ფილოსოფიური სპეკულაცია, როგორც მეტაფიზიკური აბსტრაქცია. ჟღერს როგორც რაღაც, რაც შეიძლება იყოს საინტერესო იდეა, მაგრამ არა რეალური მეცნიერება. და თქვენ მართალი იქნებით გარკვეულწილად. რადგან აქ არის რაღაც, რაც ჩვენ მეცნიერები ხშირად არ ვამბობთ საკმარისად ხმამაღლა, ჩვენ არ ვიცით ყველაფერი. ჩვენ არ გვაქვს ყველა პასუხი. და ზოგიერთი რამ, რაზეც ვსაუბრობთ, განსაკუთრებით მულტივერსის, კვანტური გრავიტაციის, სამყაროს წარმოშობის შესახებ, არის საზღვარზე ჩვენი ცოდნისა, იქ სადაც მეცნიერება ხვდება სპეკულაციას. მაგრამ აქ არის კრიტიკული განსხვავება, რომელიც ყოფს რეალურ მეცნიერებას ფსევდომეცნიერებისგან. როდესაც ფიზიკოსი ამბობს, ჩვენ არ ვიცით, ეს არ არის სისუსტე. ეს არის სიძლიერე. ეს არის ინტელექტუალური პატიოსნება. ეს არის აღიარება, რომ რეალობა არის უფრო რთული, უფრო ღრმა, უფრო საოცარი, ვიდრე ნებისმიერი თეორია, რომელიც ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ. დაუბრუნდეთ ფაქტებს, იმას, რაც ჩვენ ვიცით, დარწმუნებით იმას, რაც დადასტურებულია ათასობით ექსპერიმენტით, იმას, რაც არის საფუძველი ყველა თანამედროვე ტექნოლოგიისა. ჩვენ ვიცით, არა ვფიქრობთ, არა ვარაუდობთ, არამედ ვიცით, რომ კვანტური ვაკუუმი არ არის ცარიელი. კაზიმირის ეფექტი გაზომილია ათობით ლაბორატორიაში. ლემბის სურა გაზომილია 10 ათობითი ნიშნის სიზუსტით. ვირტუალური ნაწილაკები არ არიან თეორიული კონსტრუქცია, ისინი ქმნიან გაზომად ძალებს, რომლებიც გამოიყენება ყოველდღიურ ტექნოლოგიებში. ჩვენ ვიცით, რომ კვანტური აღრევა რეალურია. ალენ ასპეს ექსპერიმენტები დაადასტურა ეს 1992 წელს. მას შემდეგ ასობით ექსპერიმენტმა გაიმეორა და გააძლიერა ეს შედეგები. 2022 წელს ასპეს მიენიჭა ნობელის პრემია, არა თეორიისთვის, არამედ ექსპერიმენტული მტკიცებულებისთვის. კვანტური კრიპტოგრაფია, რომელიც ახლა გამოიყენება ჩინეთში, ევროპაში, ამერიკაში, დაფუძნებულია ამ ეფექტზე. ჩვენ ვიცით, რომ კოსმიური მიკროტალღური ფონური გამოსხივება არსებობს და რომ მასში არის ფლუქტუაციები, პატარა ვარიაციები ტემპერატურაში, რომლებიც ზუსტად ემთხვევა ინფლაციური თეორიის პროგნოზებს. ქოუბ, უმეფ, პლანკის სატელიტები, ყველა მათგანმა გაზომა ეს ფლუქტუაციები უზარმაზარი სიზუსტით. ეს არის პირდაპირი მტკიცებულება, რომ რაღაც უჩვეულო მოხდა ძალიან ადრეულ სამყაროში. მაგრამ აქ იწყება ის, რაც ჩვენ არ ვიცით დარწმუნებით. და ეს არ ვიცით არის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც ვიცით. ჩვენ არ ვიცით, რა არის ბნელი ენერგია. ჩვენ ვიცით, რომ ის არსებობს, ჩვენ ვზომავთ მის ეფექტს სამყაროს გაფართოებაზე. ჩვენ ვიცით, რომ ის შეადგენს დაახლოებით 70% სამყაროს მთლიანი ენერგია მასისა. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რა არის ის. ვაკუუმის ენერგია არის ერთ-ერთი კანდიდატი, შესაძლოა ყველაზე პოპულარული, მაგრამ ეს არის ჰიპოთეზა, არა დადასტურებული ფაქტი. ჩვენ არ ვიცით, რა მოხდა პლანკის დროს, პირველ 10-44 წამში დიდი აფეთქების შემდეგ. ჩვენი თეორიები, კვანტური მექანიკა და ზოგადი ფარდობითობა შეწყვეტენ მუშაობას იქ. ისინი იძლევიან უსასრულობებს, წინააღმდეგობებს, აბსურდულ პროგნოზებს. ჩვენ გვჭირდება ახალი თეორია, კვანტური გრავიტაციის თეორია, მაგრამ ჩვენ ჯერ არ გვაქვს ის. სიმების თეორია, მარკუჟოვანი კვანტური გრავიტაცია, სხვა მიდგომები, ყველა ისინი არის მუშაობის პროცესში, არა დასრულებული პროდუქტი. ჩვენ არ ვიცით, არსებობს თუ არა მულტივერსი. ინფლაციური თეორია და კვანტური მექანიკა მიუთითებს, რომ ის შეიძლება არსებობდეს, რომ ის თითქმის გარდაუვალია, თუ ეს თეორიები სწორია. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია დავაკვირდეთ სხვა სამყაროებს. ჩვენ არ შეგვიძლია პირდაპირ შევამოწმოთ ეს იდეა. ეს არის ლოგიკური ექსტრაპოლაცია ჩვენი თეორიებისა, მაგრამ არა ექსპერიმენტული ფაქტი. და აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, არ ვიცით ის, რომელიც ყველაზე ფუნდამენტურია, ყველაზე ღრმა, ყველაზე საოცარი. ჩვენ არ ვიცით, რატომ არსებობს რაღაც და არა არაფერი. დიახ, ჩვენ ვნახეთ, რომ კვანტური ვაკუუმი არ არის არაფერი, რომ ის არის რაღაც, სავსე ენერგიით, პოტენციალით, შესაძლებლობით. ჩვენ ვნახეთ, რომ სამყარო შეიძლება წარმოიშვას ამ ვაკუუმიდან კვანტური ფლუქტუაციის გზით. მაგრამ ეს არ პასუხობს ფუნდამენტურ კითხვას, ის უბრალოდ გადადის მას ერთი დონით უკან. რატომ არსებობს კვანტური ვაკუუმი? რატომ არსებობს კვანტური ველები? რატომ არსებობს კვანტური კანონები, ჰაიზენბერგის პრინციპი, შრედინგერის განტოლება, ყველა ის მათემატიკური სტრუქტურა, რომელიც აღწერს კვანტურ რეალობას? რატომ არსებობს რაღაც და არა აბსოლუტური, ფილოსოფიური, მეტაფიზიკური არაფერი? ზოგიერთი ფიზიკოსი ამბობს, ეს კითხვა არ არის მეცნიერული.
მეცნიერება პასუხობს, როგორ მკითხვებს, არა რატომ მკითხვებს. მეცნიერება აღწერს, როგორ მუშაობს ბუნება, არა რატომ არსებობს ბუნება. სხვები ამბობენ, შესაძლოა არსებობს უფრო ღრმა თეორია, რომელიც აიხსნის კვანტურ მექანიკას როგორც გამოსულს რაღაც უფრო ფუნდამენტურისგან. და კიდევ სხვები ამბობენ, შესაძლოა კითხვა თავად არის არასწორი, შესაძლოა არსებობა არ საჭიროებს ახსნას, რადგან არარსებობა არ არის კოჰერენტული კონცეფცია. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ დარწმუნებით, რაღაც, რაც არის არა სპეკულაცია, არამედ პირდაპირი შედეგი ყველაფრისა, რაც ჩვენ ვნახეთ. არაფერი და ყველაფერი არ არიან საპირისპირო. ისინი არ არიან ორი განსხვავებული მდგომარეობა, ორი განცალკევებული რეალობა. ისინი არიან ერთი და იგივე რეალობის ორი ასპექტი, ორი გზა აღქმისა, ორი პერსპექტივა ერთი ფუნდამენტური ჭეშმარიტებისა. წარმოიდგინეთ ტალღა ოკეანეში. თქვენ შეგიძლიათ უყუროთ ტალღას და თქვათ, ეს არის რაღაც, ეს არის ობიექტი, ფორმა, სტრუქტურა. ან თქვენ შეგიძლიათ უყუროთ იმავე ტალღას და თქვათ, ეს არის არაფერი, ეს არის უბრალოდ წყლის მოძრაობა, დროებითი კონფიგურაცია, რომელიც წარმოიშვა და გაქრება. ორივე პერსპექტივა არის სწორი. ორივე არის ჭეშმარიტი. ტალღა არის რაღაც და არაფერი ერთდროულად. იგივე გზით ყოველი ნაწილაკი, ყოველი ატომი, ყოველი მოლეკულა, ყოველი უჯრედი, ყოველი ორგანიზმი, ყოველი პლანეტა, ყოველი ვარსკვლავი, ყოველი galaktika, ყველაფერი ეს არის რაღაც და არაფერი ერთდროულად. ყველაფერი ეს არის აგზნება ველებში, ტალღა კოსმიურ ოკეანეში, დროებითი კონფიგურაცია ენერგიისა, რომელიც წარმოიშვა ვაკუუმიდან და დაუბრუნდება ვაკუუმს. თქვენი სხეული, ყოველი ატომი, რომელიც ქმნის თქვენს ხორცს, თქვენს ძვლებს, თქვენს ტვინს, ყველა ეს ატომი წარმოიშვა ვარსკვლავებში, რომლებიც აფეთქდნენ მილიარდობით წლის წინ. ეს ატომები იყო ნაწილი სხვა სხეულებისა, სხვა პლანეტებისა, სხვა ვარსკვლავებისა. და ერთ დღეს ისინი დაუბრუნდებიან ვაკუუმს, არა როგორც განადგურება, არამედ როგორც ტრანსფორმაცია, როგორც გადასვლა ერთი ფორმიდან მეორეში. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ ეს, არა როგორც აბსტრაქტული იდეა, არამედ როგორც პირდაპირი, ვისცერალური რეალობა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ იგრძნოთ, როგორ ყოველი ელექტრონი თქვენს ატომებში მუდმივად ურთიერთქმედებს ვაკუუმთან. როგორ ვირტუალური ნაწილაკები მუდმივად იბადებიან და ქრებიან თქვენს გარშემო, თქვენში, თქვენს ყოველ უჯრედში. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ იგრძნოთ კვანტური აღრევა, როგორ ყოველი ნაწილაკი თქვენს სხეულში არის დაკავშირებული ნაწილაკებთან შორეულ galaktikებში, როგორ თქვენი ყოველი აზრი, ყოველი გრძნობა, ყოველი გამოცდილება არის ნაწილი ერთი უზარმაზარი კოსმიური კვანტური მდგომარეობისა, რომელიც ვრცელდება მთელ დაკვირვებად სამყაროზე. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ იგრძნოთ, როგორ სივრცე და დრო თავად არის არა ფუნდამენტური, არამედ გამოსული, როგორ ისინი წარმოიშობიან უფრო ღრმა დონიდან რეალობისა, დონიდან სადაც აქ და იქ, ახლა და მაშინ მე და თქვენ. ყველა ეს განსხვავება იშლება, ქრება, ხდება ილუზია. ეს არ იქნებოდა მისტიკური გამოცდილება. ეს არ იქნებოდა რელიგიური გამოცემა. ეს იქნებოდა პირდაპირი აღქმა ფიზიკური რეალობისა, როგორც ის აღწერილია კვანტური ველის თეორიით, როგორც ის დადასტურებულია ათასობით ექსპერიმენტით, როგორც ის არის საფუძველი ყველა თანამედროვე ტექნოლოგიისა. მაგრამ აქ ჩვენ უნდა შევჩერდეთ და ვაღიაროთ რაღაც ფუნდამენტური, რაღაც, რაც არის არა სისუსტე მეცნიერებისა, არამედ მისი სიძლიერე. არსებობს საზღვრები იმისა, რასაც ჩვენ შეგვიძლია ვიცოდეთ. არსებობს კითხვები, რომლებზეც მეცნიერება არ შეიძლება პასუხი გასცეს, არა იმიტომ, რომ ჩვენი ინსტრუმენტები არასაკმარისად კარგია, არა იმიტომ, რომ ჩვენი თეორიები არასრულყოფილია, არამედ იმიტომ, რომ თავად კითხვები არის მეცნიერების საზღვრებს გარეთ. მეცნიერება შეიძლება გვითხრას, როგორ მუშაობს სამყარო. ის შეიძლება გვითხრას, რა კანონები მართავს მატერიას, ენერგიას, სივრცეს, დროს. ის შეიძლება გვითხრას, როგორ წარმოიშვა სამყარო კვანტური ფლუქტუაციებიდან ვაკუუმში. მაგრამ ის არ შეიძლება გვითხრას, რატომ არსებობს ეს კანონები. ის არ შეიძლება გვითხრას, რატომ არსებობს ვაკუუმი. ის არ შეიძლება გვითხრას, რატომ არსებობს რაღაც და არა აბსოლუტური არაფერი. ეს არ არის ხარვეზი მეცნიერებისა. ეს არის მისი ბუნება. მეცნიერება არის ინსტრუმენტი, უზარმაზარად ძლიერი ინსტრუმენტი, ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც ოდესმე შექმნა ადამიანობამ გაგებისთვის ბუნებისა. მაგრამ ყოველ ინსტრუმენტს აქვს თავისი საზღვრები. და მეცნიერების საზღვარი არის იქ, სადაც როგორ კითხვები ხდება, რატომ კითხვებად, სადაც აღწერა ხდება ახსნად, სადაც ფიზიკა ხდება მეტაფიზიკად. და აქ არის კიდევ ერთი საზღვარი, შესაძლოა ყველაზე ღრმა, ყველაზე ფუნდამენტური. ჩვენ არ ვიცით, რა არის ცნობიერება.
ჩვენ არ ვიცით, როგორ ფიზიკური პროცესები ტვინში, ელექტრონების მოძრაობა, ნეირონების გასროლა, ნეიროტრანსმიტერების გამოყოფა ქმნიან სუბიექტურ გამოცდილებას. როგორ ქმნიან ისინი გრძნობას იყო, გრძნობას მე, გრძნობას ცნობიერებისა. ეს არის პრობლემა, რომელსაც ფილოსოფოსები უწოდებენ რთულ პრობლემას ცნობიერებისა. ჩვენ შეგვიძლია ავწეროთ, როგორ მუშაობს ტვინი, როგორ ნეირონები აგზავნიან სიგნალებს, როგორ ინფორმაცია მუშავდება, როგორ გადაწყვეტილებები მიიღება. მაგრამ ეს არ აიხსნება, რატომ არის ეს პროცესები თან ახლავს სუბიექტური გამოცდილება. რატომ არის რაღაც როგორც იყო ადამიანი, ან ძაღლი, ან ღამურა. ზოგიერთი ფილოსოფოსი და მეცნიერი ამბობს, ცნობიერება არის ემერჯენტული თვისება, რაღაც რაც წარმოიშობა, როდესაც ფიზიკური სისტემა ხდება საკმარისად რთული. სხვები ამბობენ, ცნობიერება არის ფუნდამენტური თვისება სამყაროსი, ისეთივე ფუნდამენტური, როგორც მასა ან მუხტი. და კიდევ სხვები ამბობენ, ცნობიერება არის ილუზია, რომ არ არსებობს რეალური მე, მხოლოდ ფიზიკური პროცესები, რომლებიც ქმნიან ილუზიას თვითშეგნებისა. მაგრამ აქ არის რაღაც საოცარი, რაღაც რაც აკავშირებს ცნობიერებას ჩვენს თემასთან, არაფრის და ყველაფრის შესახებ. კვანტური მექანიკის ზოგიერთ ინტერპრეტაციაში, განსაკუთრებით კოპენჰაგენის ინტერპრეტაციაში, დამკვირვებელი თამაშობს ფუნდამენტურ როლს. კვანტური სისტემა არსებობს სუპერპოზიციაში, ერთდროულად ყველა შესაძლო მდგომარეობაში, სანამ ის არ გაიზომება. და გაზომვის აქტი, დაკვირვების აქტი, კოლაფსირებს სუპერპოზიციას ერთ კონკრეტულ მდგომარეობაში. მაგრამ რა არის დაკვირვება? რა არის გაზომვა? საჭიროა თუ არა ცნობიერი დამკვირვებელი? ან საკმარისია ნებისმიერი ფიზიკური ურთიერთქმედება? ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საკამათო კითხვა კვანტური მექანიკის ფილოსოფიაში. ზოგიერთი ფიზიკოსი, მათ შორის ევგენი ვიგნერი, ნობელის პრემიის ლაურეატი, ამტკიცებდა, რომ ცნობიერება თამაშობს ფუნდამენტურ როლს კვანტურ მექანიკაში. რომ სუპერპოზიცია კოლაფსირდება მხოლოდ როდესაც ცნობიერი დამკვირვებელი აკვირდება სისტემას. სხვები, უმრავლესობა თანამედროვე ფიზიკოსებისა, ამბობენ, არა, ნებისმიერი ფიზიკური ურთიერთქმედება საკმარისია. ცნობიერება არ არის საჭირო. მაგრამ კითხვა რჩება. რა არის ურთიერთქმედება? როდის ხდება ერთი კვანტური სისტემა, ნაწილი უფრო დიდი სისტემისა? სად არის საზღვარი კვანტურ და კლასიკურ სამყაროს შორის? ეს არის კითხვები, რომლებზეც ჩვენ ჯერ არ გვაქვს სრული პასუხები. ახლა დაუბრუნდეთ იქ, საიდანაც დავიწყეთ თქვენს სხეულს, ამ წამს, ამ მომენტს. ახლავე, როცა ამ სიტყვებს უსმენთ, თქვენს სხეულში მილიარდობით ვირტუალური ნაწილაკი იბადება და ქრება. თქვენი ყოველი ატომი მუდმივად ურთიერთქმედებს ვაკუუმთან, იმ არაფერთან, რომელიც არ არის მართლაც არაფერი. თქვენი ყოველი ელექტრონი არის აღრეული ელექტრონებთან შორეულ გალაქტიკებში. თქვენი ყოველი აზრი, ყოველი გრძნობა, ყოველი გამოცდილება არის ნაწილი ერთი უზარმაზარი კოსმიური კვანტური მდგომარეობისა. თქვენ არ ხართ იზოლირებული მე, რომელიც უყურებს სამყაროს გარედან. თქვენ ხართ ნაწილი სამყაროსი, ტალღა კოსმიურ ოკეანეში, დროებითი აგზნება ველებში, რომლებიც ავსებენ მთელ არსებობას. თქვენ ხართ გზა, რომლითაც სამყარო აცნობიერებს თავის თავს, გზა, რომლითაც არაფერი ხდება ყველაფერი, გზა, რომლითაც პოტენციალი ხდება აქტუალობა. და ეს არაფერი, რომელიც გარშემო რტყამთ, ეს ვაკუუმი, ეს ცარიელი სივრცე, არის იგივე არაფერი, საიდანაც წარმოიშვა სამყარო 10,000 მილიარდ წლის წინ. ეს არის იგივე არაფერი, რომელიც ახლა აყალიბებს სამყაროს მომავალს, რომელიც უბიძგებს მას უფრო სწრაფად გაფართოვდეს. ეს არის იგივე არაფერი, რომელიც შესაძლოა ქმნის ახალ სამყაროებს ამ წამში, სადღაც სხვა კუთხეში რეალობისა. მაგრამ აქ არის საბოლოო, ყველაზე ღრმა ინსაიტი, ის, რომელიც აერთიანებს ყველაფერს, რაზეც ვისაუბრეთ. არაფერი არ არის არარსებობა. არაფერი არის პოტენციალი, უსასრულო, ამოუწურავი, მარადიული პოტენციალი. ეს არის მდგომარეობა, სადაც ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ჯერ არაფერი არ რეალიზებულა. ეს არის კვანტური სუპერპოზიცია არა 2 ან 3 მდგომარეობისა, არამედ უსასრულო რაოდენობის მდგომარეობების, ყველა შესაძლო სამყაროს, ყველა შესაძლო ისტორიის, ყველა შესაძლო რეალობის. და ყველაფერი, ყველა ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ რეალურს, ყველა ის, რასაც ჩვენ ვხედავთ და ვგრძნობთ, არის მომენტი, როდესაც ერთი ამ უსასრულო შესაძლებლობებიდან ხდება აქტუალობა. ეს არის მომენტი, როდესაც ვირტუალური ხდება რეალური, როდესაც პოტენციალი ხდება კინეტიკური, როდესაც არაფერი ხდება ყველაფერი. მაგრამ, და აქ არის კრიტიკული წერტილი, ეს არ არის ერთჯერადი მოვლენა. ეს არ არის რაღაც, რაც მოხდა ერთხელ, 10,000 მილიარდ წლის წინ და შემდეგ დასრულდა. ეს არის მარადიული პროცესი, რომელიც ხდება ყოველ მომენტში, ყოველ ადგილას, ყოველ მასშტაბზე.
ყოველ პლანკის დროში, ყოველ 10-54 წამში ვაკუუმი ფლუქტუირებს. ვირტუალური ნაწილაკები იბადებიან და ქრებიან. პოტენციალი ხდება აქტუალობა და უბრუნდება პოტენციალს. არაფერი ხდება, ყველაფერი და უბრუნდება არაფერს, არა როგორც ციკლი დაბადებისა და სიკვდილისა, არამედ როგორც მარადიული ცეკვა, მარადიული ტრანსფორმაცია, მარადიული შემოქმედება. და ახლა ჩვენ მივაღწიეთ საზღვარს ჩვენი ცოდნისას, საზღვარს მეცნიერებისას, საზღვარს იმისა, რასაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ დარწმუნებით. მიღმა ამ საზღვრისა არის კითხვები, დიდი კითხვები, ღრმა კითხვები, კითხვები, რომლებზეც შესაძლოა არასოდეს გვექნება სრული პასუხები. რატომ არსებობს კვანტური კანონები? რატომ არის ისინი ისეთები, როგორიც არიან? შეიძლებოდა თუ არა ისინი ყოფილიყვნენ განსხვავებული? არსებობს თუ არა უფრო ღრმა დონე რეალობისა, საიდანაც წარმოიშობა კვანტური მექანიკა? რა არის ცნობიერება? როგორ ქმნის ფიზიკური პროცესები სუბიექტურ გამოცდილებას? თამაშობს თუ არა ცნობიერება რაიმე როლს კვანტურ მექანიკაში? არის თუ არა ის ფუნდამენტური თვისება სამყაროსი? არსებობს თუ არა მულტივერსი? თუ კი, შეგვიძლია თუ არა ოდესმე დავაკვირდეთ სხვა სამყაროებს? რას ნიშნავს არსებობა სამყაროსთვის, რომელსაც ჩვენ არასოდეს შევძლებთ დავაკვირდეთ? რა არის დროის ბუნება? არის თუ არა ის ფუნდამენტური თუ გამოსული? არსებობს თუ არა ახლა ობიექტური აწმყო, თუ ეს არის ილუზია, შექმნილი ჩვენი ცნობიერებით? რა არის სივრცის ბუნება? არის თუ არა ის უწყვეტი თუ დისკრეტული? შედგება თუ არა ის ატომებისგან სივრცისა, თუ ის არის ფუნდამენტურად გლუვი? ეს კითხვები არ არის დეფექტები ჩვენი ცოდნისა. ისინი არის საზღვრები, რომლებიც განსაზღვრავს ტერიტორიას, რომელიც ჩვენ უკვე გავიგეთ, და ტერიტორიას, რომელიც ჯერ კიდევ უცნობია. ისინი არის მოწვევა მომავალი თაობებისთვის მეცნიერების, მოწვევა გააგრძელონ ძიება, გააგრძელონ კითხვა, გააგრძელონ და გაიგონ. და შესაძლოა, მხოლოდ შესაძლოა, ზოგიერთი ამ კითხვებიდან არ აქვს პასუხი. შესაძლოა ზოგიერთი მათგანი არის ფუნდამენტურად უპასუხო, არა იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ საკმარისად ჭკვიანები, არა იმიტომ, რომ ჩვენი ინსტრუმენტები არასაკმარისად კარგია, არამედ იმიტომ, რომ თავად კითხვები არის მეცნიერების საზღვრებს გარეთ, ლოგიკის საზღვრებს გარეთ, ადამიანური გაგების საზღვრებს გარეთ. მაგრამ ეს არ არის მიზეზი შევწყვიტოთ კითხვა. ეს არ არის მიზეზი შევწყვიტოთ ძიება. რადგან თავად ძიება, თავად კითხვა, თავად ცდა გაიგო, არის ის, რაც ხდის ჩვენ ადამიანებს. ეს არის ის, რაც გვყოფს ჩვენ ყველა სხვა სახეობისგან ამ პლანეტაზე. ეს არის ის, რაც გვაძლევს მნიშვნელობას, მიზანს, მიმართულებას. და აქ არის საბოლოო პარადოქსი, რომელიც აერთიანებს ყველაფერს, რაზეც ვისაუბრეთ. რაც უფრო მეც ვსწავლობთ არაფრის შესახებ, ამ კვანტური ვაკუუმის, ამ ცარიელი სივრცის, ამ არაფრის, რომელიც არ არის მართლაც არაფერი, მით უფრო ხვდებით, რამდენს არ ვიცით. რაც უფრო ღრმად ვჭრით რეალობაში, მით უფრო ხვდებით, რომ რეალობა არის უფრო ღრმა, უფრო რთული, უფრო საოცარი, ვიდრე ჩვენ ოდესმე წარმოგვედგინა. ყოველი პასუხი, რომელსაც ვპოულობთ, წარმოშობს ახალ კითხვას. ყოველი საიდუმლო, რომელსაც ვხსნით, ავლენს ახალ საიდუმლოს. ყოველი საზღვარი, რომელსაც ვკვეთ, აჩვენებს ახალ ჰორიზონტს, ახალ ტერიტორიას, ახალ სამყაროს, რომელიც უნდა გამოვიკვლიოთ. და ეს არ არის სისუსტე. ეს არის სიძლიერე. ეს არის არა დამარცხება, არამედ გამარჯვება. რადგან ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მოგზაურობა არასოდეს დასრულდება. ეს ნიშნავს, რომ ყოველთვის იქნება რაღაც ახალი სასწავლი, რაღაც ახალი აღმოსაჩენი, რაღაც ახალი გასაგები. ეს ნიშნავს, რომ არაფერი, ეს უსასრულო პოტენციალი, ეს ამოუწურავი წყარო, ყოველთვის იქნება იქ, ელოდება ჩვენ, იწვევს ჩვენ, უბიძგებს ჩვენ წინ. და შესაძლოა, მხოლოდ შესაძლოა, ეს არის ყველაზე ღრმა ჭეშმარიტება ყველაფრისა. რომ არაფერი და ყველაფერი არ არიან მხოლოდ ფიზიკური კონცეფციები. ისინი არიან ეგზისტენციალური კონცეფციები, რომლებიც ეხება თავად ჩვენს არსებობას, ჩვენს მოგზაურობას, ჩვენს ძიებას მნიშვნელობისა უსასრულო, საოცარი, საიდუმლო სამყაროს შუაგულში. დახუჩეთ თვალები ერთი წუთით. არა იმიტომ, რომ ეს არის მედიტაცია. არა იმიტომ, რომ ეს არის რელიგიური რიტუალი. არამედ იმიტომ, რომ მინდა თქვენ გამოცადოთ რაღაც, რაც ყოველთვის იყო აქ, მაგრამ რასაც ჩვენ იშვიათად ვაქცევთ ყურადღებას. როცა თქვენი თვალები დახუჭულია, რას გრძნობთ? შესაძლოა გრძნობთ თქვენს სხეულს, წნევას სკამზე, ჰაერის მოძრაობას თქვენს კანზე, თქვენი გულის ცემას. შესაძლოა გრძნობთ ხმებს, ამ სიტყვებს, ფონურ ხმაურს, თქვენი საკუთარი სუნთქვის ხმას.
შესაძლოა გრძნობთ აზრებს, რომლებიც მოდიან და მიდიან როგორც ტალღები ოკეანეში. მაგრამ ყველა ამ გამოცდილების უკან, ყველა ამ შეგრძნების, ყველა ამ აზრის, ყველა ამ გრძნობის უკან არის რაღაც სხვა. არის სიჩუმე. არის სივრცე. არის ცნობიერება, თავად ის რაღაც, რომელშიც ყველა ეს გამოცდილება ხდება. ეს სიჩუმე, ეს სივრცე, ეს ცნობიერება, ეს არის თქვენი პირადი არაფერი. ეს არის ის, რაც რჩება, როდესაც ყველა აზრი გაქრება, როდესაც ყველა შეგრძნება ჩუმდება, როდესაც ყველა გამოცდილება წყდება. და მაინც ეს არაფერი არ არის ცარიელი. ის არის სავსე პოტენციალით, სავსე შესაძლებლობით, სავსე იმით, რასაც ზოგიერთი ფილოსოფოსი უწოდებს სუფთა არსებობას. ათასწლეულების განმავლობაში ფილოსოფოსები და მისტიკოსები საუბრობდნენ ამ არაფერზე, არა როგორც ფიზიკურ კონცეფციაზე, არამედ როგორც ეგზისტენციალურ გამოცდილებაზე. ბუდისტები საუბრობდნენ შუნიატაზე, ცარიელობაზე, რომელიც არ არის არარსებობა, არამედ არარსებობა თანდაყოლილი და მოუკიდებელი არსებობისა. დაოსები საუბრობდნენ დაოზე გზაზე, რომელიც არის წყარო ყველაფრისა, მაგრამ თავად არ არის რაღაც. ქრისტიანი მისტიკოსები საუბრობდნენ ღვთის სიჩუმეზე, რომელიც წინ უსწრებს ყველა შექმნას. და ახლა 2025 წელს ფიზიკა გვეუბნება რაღაც მსგავს, არა იმავე ენაზე, არა იმავე კონცეფციებით, მაგრამ მსგავსი ღრმა ინსაიტით. კვანტური ვაკუუმი, ეს არაფერი, რომელიც არ არის მართლაც არაფერი, არის ფიზიკური ანალოგი ამ ფილოსოფიური ცარიელობისა. ის არის მდგომარეობა, რომელიც არის წყარო ყველაფრისა, მაგრამ თავად არ არის რაღაც ჩვეულებრივი გაგებით. მაგრამ აქ არის კრიტიკული განსხვავება, რომელიც ყოფს მეცნიერებას მისტიციზმისგან. ფილოსოფოსები და მისტიკოსები საუბრობდნენ ამ არაფერზე როგორც სუბიექტურ გამოცდილებაზე, რაღაცაზე, რასაც თქვენ შეგიძლიათ გამოცადოთ მედიტაციით, ინტროსპექციით, კონტემპლაციით. ფიზიკოსები საუბრობენ კვანტურ ვაკუუმზე როგორც ობიექტურ რეალობაზე, რაღაცაზე, რასაც შეიძლება გაიზომოს, შეამოწმოს, გამოიყენოს ტექნოლოგიაში. მაგრამ შესაძლოა, მხოლოდ შესაძლოა, ეს ორი არაფერი არ არის სრულიად განცალკევებული. შესაძლოა არსებობს ღრმა კავშირი სუბიექტურ გამოცდილებას ცნობიერებისა და ობიექტურ სტრუქტურას ფიზიკური რეალობისა შორის. წარმოიდგინეთ, რომ ცნობიერება, ეს რაღაც, რომელშიც ყველა თქვენი გამოცდილება ხდება, არ არის რაღაც განცალკევებული ფიზიკური სამყაროსგან. წარმოიდგინეთ, რომ ის არის ნაწილი იმავე ფუნდამენტური რეალობისა, რომელიც აღწერილია კვანტური ველის თეორიით. წარმოიდგინეთ, რომ სუბიექტური არაფერი ცნობიერებისა და ობიექტური არაფერი კვანტური ვაკუუმისა არის ორი ასპექტი ერთი და იმავე ფუნდამენტური რეალობისა. ეს არ არის მისტიციზმი. ეს არ არის ეზოთერიკა. ეს არის ლეგიტიმური ფილოსოფიური პოზიცია, რომელსაც ზოგიერთი ფილოსოფოსი და მეცნიერი იზიარებს. ის ეწოდება პანფსიქიზმი, იდეა, რომ ცნობიერება არის ფუნდამენტური თვისება სამყაროსი, ისეთივე ფუნდამენტური როგორც მასა, მუხტი ან სპინი. არა იმ გაგებით, რომ ყველა ნაწილაკი არის ცნობიერი ადამიანური გაგებით, არამედ იმ გაგებით, რომ ყველა ნაწილაკს აქვს რაღაც პროტოსუბიექტური რაღაც, როდესაც ის ორგანიზებულია საკმარისად რთულ სისტემებში, ხდება ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ცნობიერებას. ფილოსოფოსი დევიდ ჩალმერსი, ის, რომელმაც ჩამოაყალიბა რთული პრობლემა ცნობიერებისა, ამბობს, რომ პანფსიქიზმი შეიძლება იყოს ერთადერთი გზა ამ პრობლემის გადასაჭრელად. თუ ცნობიერება არ არის ფუნდამენტური, თუ ის წარმოიშობა მხოლოდ ფიზიკური პროცესებიდან, მაშინ როგორ აიხსნება სუბიექტური გამოცდილება? როგორ აიხსნება რაღაც როგორც იყო? მაგრამ თუ ცნობიერება არის ფუნდამენტური, თუ ის არის ისეთივე ძირითადი თვისება რეალობისა, როგორც თავად არსებობა, მაშინ პრობლემა ქრება. და აქ არის საოცარი პარალელი. კვანტური ვაკუუმი, ეს არაფერი, რომელიც არის წყარო ყველა ფიზიკური ყველაფრისა, შეიძლება იყოს ანალოგიური ცნობიერებისთვის, ამ არაფერისთვის, რომელიც არის წყარო ყველა სუბიექტური გამოცდილებისა. ორივე არის მდგომარეობა სუფთა პოტენციალისა, მდგომარეობა, სადაც ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ჯერ არაფერი არ რეალიზებულა. ორივე არის არაფერი, რომელიც არ არის მართლაც არაფერი. მაგრამ აქ ჩვენ უნდა შევჩერდეთ. ეს არის საზღვარი მეცნიერებისას, საზღვარი იმისა, რასაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ დარწმუნებით. ცნობიერების ბუნება, მისი კავშირი ფიზიკურ რეალობასთან, მისი ადგილი კოსმოსში, ეს ყველაფერი რჩება ღრმა საიდუმლო. და შესაძლოა ეს საიდუმლო არასოდეს გაიხსნება სრულად, არა იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ საკმარისად ჭკვიანები, არამედ იმიტომ, რომ თავად კითხვა შეიძლება იყოს ფუნდამენტურად უპასუხო. დაუბრუნდეთ იმას, რაც ჩვენ ვიცით და იმას, რაც ჩვენ არ ვიცით. ჩვენ ვიცით, რომ კვანტური ვაკუუმი არ არის ცარიელი.
ჩვენ ვიცით, რომ ის სავსეა ენერგიით, ვირტუალური ნაწილაკებით, ფლუქტუაციებით. ჩვენ ვიცით, რომ ეს ეფექტები გაზომილია, დადასტურებულია, გამოყენებულია ტექნოლოგიაში. ეს არის ფაქტი, არა თეორია, არა ჰიპოთეზა, არამედ ექსპერიმენტული რეალობა. მაგრამ ჩვენ არ ვიცით რატომ. ჩვენ არ ვიცით რატომ არსებობს კვანტური კანონები. ჩვენ არ ვიცით რატომ ჰაიზენბერგის პრინციპი მოქმედებს. ჩვენ არ ვიცით რატომ ვაკუუმს აქვს ის თვისებები, რომლებიც მას აქვს. ჩვენ შეგვიძლია ავწეროთ როგორ მუშაობს ბუნება, ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ განტოლებები, გავაკეთოთ პროგნოზები, შევამოწმოთ ისინი ექსპერიმენტით. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ახსნათ რატომ ეს განტოლებები მუშაობს, რატომ ბუნება მორჩილებს მათ. ჩვენ არ ვიცით რა არის ბნელი ენერგია, ეს უცნაური ძალა, რომელიც აჩქარებს სამყაროს გაფართოებას. ვაკუუმის ენერგია არის ერთ-ერთი კანდიდატი, მაგრამ არსებობს უზარმაზარი პრობლემა, კოსმოლოგიური მუდმივის პრობლემა. როდესაც ჩვენ ვითვლით, რამდენი ენერგია უნდა იყოს ვაკუუმში კვანტური თეორიის საფუძველზე, ჩვენ ვიღებთ რიცხვს, რომელიც არის 130 რიგით მეტი, ვიდრე ის, რასაც ჩვენ ვაკვირდებით. ეს არის ყველაზე დიდი შეუსაბამობა მთელ მეცნიერებაში. შესაძლოა, ჩვენი თეორიები არასრულყოფილია. შესაძლოა, არსებობს რაღაც, რასაც ჩვენ გამოგვრჩა, რაღაც ფუნდამენტური, რაღაც, რაც ანულებს უმეტეს ამ ენერგიისა, რაღაც, რაც ხსნის ამ უზარმაზარ შეუსაბამობას. შესაძლოა, არსებობს ახალი ფიზიკა, ფიზიკა, რომელიც მოქმედებს პლანკის მასშტაბზე, ფიზიკა, რომელსაც ჩვენ ჯერ არ აღმოვაჩინეთ. ან შესაძლოა, პრობლემა უფრო ღრმაა. შესაძლოა, თავად კითხვა, რამდენი ენერგია არის ვაკუუმში, არის არასწორი კითხვა. შესაძლოა, ვაკუუმის ენერგია არ არის რაღაც, რასაც შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელობა დამოუკიდებლად. შესაძლოა, ის არის ფარდობითი, კონტექსტუალური, დამოკიდებული იმაზე, როგორ ვზომავთ მას, როგორ ვუყურებთ მას. ჩვენ არ ვიცით, არსებობს თუ არა მულტივერსი. ინფლაციური თეორია და კვანტური მექანიკა მიუთითებს, რომ ის შეიძლება არსებობდეს, რომ კვანტური ფლუქტუაციები მუდმივად ქმნიან ახალ სამყაროებს, უსასრულო რაოდენობის სამყაროებს, თითოეულ სხვადასხვა ფიზიკური კანონებით. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია დავაკვირდეთ ამ სხვა სამყაროებს. ჩვენ არ შეგვიძლია პირდაპირ შევამოწმოთ ეს იდეა. ზოგიერთი ფიზიკოსი ამბობს, თუ ჩვენ არ შეგვიძლია დავაკვირდეთ რაღაცას, ის არ არის ნაწილი მეცნიერებისა. მულტივერსი არის მეტაფიზიკური სპეკულაცია, არა მეცნიერული თეორია. სხვები ამბობენ, არა, მულტივერსი არის ლოგიკური შედეგი თეორიებისა, რომლებიც ჩვენ გვაქვს, თეორიებისა, რომლებიც მუშაობს, რომლებიც აკეთებენ პროგნოზებს, რომლებიც დადასტურებულია ათასობით ექსპერიმენტით. თუ ეს თეორიები მიუთითებს მულტივერსზე, ჩვენ უნდა მივიღოთ ეს სერიოზულად. ჩვენ არ ვიცით რა მოხდა პლანკის დროს, პირველ 10-54 წამში დიდი აფეთქების შემდეგ. ჩვენი თეორიები შეწყვეტენ მუშაობას იქ. კვანტური მექანიკა და ზოგადი ფარდობითობა, ორი ყველაზე წარმატებული თეორია ფიზიკის ისტორიაში, არ თავსდებიან ერთმანეთთან ამ ექსტრემალურ პირობებში. ჩვენ გვჭირდება ახალი თეორია, კვანტური გრავიტაციის თეორია, მაგრამ ჩვენ ჯერ არ გვაქვს ის. სიმების თეორია, მარკუჟოვანი კვანტური გრავიტაცია, სხვა მიდგომები, ყველა ისინი არის მცდელობა შევქმნათ ეს თეორია. მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის დასრულებული. არც ერთი მათგანი არ აკეთებს პროგნოზებს, რომლებიც შეიძლება შემოწმდეს ჩვენი მიმდინარე ტექნოლოგიით. ჩვენ მუშაობთ ბნელში, არასრული ბნელი, არამედ ბნელი, რომელიც განათებულია მხოლოდ პატარა ფარით მათემატიკური თეორიისა და ირიბი მტკიცებულებისა. ჩვენ არ ვიცით რა არის დროის ბუნება. არის თუ არა ის ფუნდამენტური თვისება რეალობისა, თუ ის არის გამოსული რაღაც, რაც წარმოიშობა უფრო ღრმა, უფრო ფუნდამენტური დონიდან, სადაც დრო არ არსებობს. ზოგიერთი თეორია კვანტური გრავიტაციისა მიუთითებს, რომ დრო შეიძლება იყოს ილუზია, რომ ფუნდამენტურ დონეზე არ არსებობს წინ და შემდეგ, მხოლოდ ურთიერთობები, კონფიგურაციები, სტრუქტურები. ჩვენ არ ვიცით რა არის სივრცის ბუნება. არის თუ არა ის უწყვეტი, თუ დისკრეტული. შედგება თუ არა ის ატომებისგან სივრცისა, პატარა, ფუნდამენტური ერთეულებისგან, რომლებიც არ შეიძლება გაიყოს. თუ ის არის ფუნდამენტურად გლუვი, უსასრულოდ გაყოფადი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა კითხვა კვანტური გრავიტაციის თეორიაში და ჩვენ ჯერ არ გვაქვს პასუხი. და აქ არის ყველაზე ღრმა, არ ვიცით ის, რომელიც შეიძლება არასოდეს გაიხსნას. ჩვენ არ ვიცით რა არის ცნობიერება. ჩვენ არ ვიცით როგორ ფიზიკური პროცესები ქმნიან სუბიექტურ გამოცდილებას. ჩვენ არ ვიცით რატომ არის რაღაც როგორც იყო ადამიანი ან ძაღლი ან ღამურა. ჩვენ არ ვიცით თამაშობს თუ არა ცნობიერება რაიმე როლს კვანტურ მექანიკაში.
ჩვენ არ ვიცით არის თუ არა ის ფუნდამენტური თვისება სამყაროსი, თუ ის არის გამოსული თვისება, რომელიც წარმოიშობა რთული ფიზიკური სისტემებიდან. ეს არის რთული პრობლემა ცნობიერებისა და ის რჩება ერთ-ერთ ყველაზე დიდ საიდუმლოდ მეცნიერებაში, შესაძლოა ყველაზე დიდ საიდუმლოდ. რადგან ცნობიერება არის ის, რაც ხდის ყველა სხვა კითხვას შესაძლებელს. ცნობიერება არის ის, რაც აკვირდება სამყაროს, რაც სვამს კითხვებს, რაც ეძებს პასუხებს. გარეშე ცნობიერებისა არ იქნებოდა მეცნიერება, არ იქნებოდა ფილოსოფია, არ იქნებოდა ძიება გაგებისა. და მაინც ჩვენ არ ვიცით რა არის ის. შესაძლოა ერთ დღეს ჩვენ გავიგებთ. შესაძლოა ჩვენ აღმოვაჩენთ როგორ ცნობიერება წარმოიშობა ფიზიკური პროცესებიდან, როგორ ნეირონების ქსელი, რომელიც საკმარისად რთულია, საკმარისად ინტეგრირებულია, საკმარისად დინამიურია, ქმნის სუბიექტურ გამოცდილებას. ან შესაძლოა ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ცნობიერება არის ფუნდამენტური, რომ ის არის ისეთივე ძირითადი თვისება რეალობისა, როგორც თავად არსებობა. ან შესაძლოა, მხოლოდ შესაძლოა, ჩვენ არასოდეს გავიგებთ. შესაძლოა ცნობიერება არის ფუნდამენტურად საიდუმლო, არა იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ საკმარისად ჭკვიანები, არამედ იმიტომ, რომ თავად საიდუმლო არის ნაწილი მისი ბუნებისა. შესაძლოა ცნობიერება არ შეიძლება სრულად აიხსნას ფიზიკური ტერმინებით, რადგან ის არის ის, რაც აკეთებს ახსნას შესაძლებელს. ახლა დაუბრუნდეთ თქვენ, არა როგორც აბსტრაქტულ კონცეფციას, არა როგორც ფილოსოფიურ პრობლემას, არამედ როგორც ცოცხალ, ცნობიერ არსებას, რომელიც ამ წამში ისმენს ამ სიტყვებს. თქვენ ხართ დაახლოებით 1/40 კილოგრამი მატერიისა, ატომები, მოლეკულები, უჯრედები, ორგანოები. ეს მატერია წარმოიშვა ვარსკვლავებში, რომლებიც აფეთქდნენ მილიარდობით წლის წინ. ის იყო ნაწილი სხვა სხეულებისა, სხვა პლანეტებისა, სხვა ვარსკვლავებისა. და ერთ დღეს, შესაძლოა 10 წლეულებში, შესაძლოა წლებში, შესაძლოა წუთებში, ეს მატერია დაუბრუნდება სამყაროს. ის გახდება ნაწილი ნიადაგისა, ჰაერისა, ოკეანისა. ის გახდება ნაწილი სხვა სხეულებისა, სხვა ორგანიზმებისა, სხვა ფორმებისა სიცოცხლისა. მაგრამ ამ მომენტში, ამ კონკრეტულ მომენტში, ეს მატერია ორგანიზებულია ისე, რომ ქმნის რაღაც საოცარს. ის ქმნის თქვენს აზრებს, თქვენს გრძნობებს, თქვენს მეხსიერებებს, თქვენს იმედებს, თქვენს შიშებს, თქვენს სიყვარულს, თქვენს ტკივილს, თქვენს სიხარულს. ის ქმნის თქვენს ცნობიერებას, ამ უცნაურ, საოცარ, საიდუმლო რაღაცას, რომელიც არის თქვენ. და აქ არის რაღაც, რაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ დარწმუნებით, რაღაც, რაც არის არა სპეკულაცია, არა თეორია, არამედ პირდაპირი, უდავო ფაქტი. თქვენ ხართ გზა, რომლითაც სამყარო აცნობიერებს თავის თავს. დაფიქრდით ამაზე. 10,000 მილიარდ წლის წინ არ არსებობდა ცნობიერება, არა ამ პლანეტაზე, შესაძლოა არა სადმე სამყაროში. არსებობდა მხოლოდ მატერია და ენერგია, ატომები, რომლებიც მოძრაობდნენ, ურთიერთქმედებდნენ, ქმნიდნენ სტრუქტურებს. არსებობდა ვარსკვლავები, გალაქტიკები, კოსმიური მტვერი. მაგრამ არ არსებობდა არავინ, ვინც დაინახავდა მათ, არავინ, ვინც იფიქრებდა მათზე, არავინ, ვინც იკითხავდა რატომ. და შემდეგ, ნელ-ნელა, ნაბიჯ რაღაც შეიცვალა. მატერია ორგანიზდა უფრო რთულ სტრუქტურებში. მოლეკულები გახდნენ უჯრედები. უჯრედები გახდნენ ორგანიზმები. ორგანიზმები განვითარდნენ ნერვული სისტემები. ნერვული სისტემები გახდნენ ტვინები. და ტვინები, ეს საოცარი, რთული, დინამიური სტრუქტურები, შექმნეს რაღაც ახალი, რაღაც, რაც არასოდეს არსებობდა წინ, ცნობიერება. და ამ ცნობიერებით სამყარომ შეძლო რაღაც, რაც არასოდეს შეეძლო წინ. მან შეძლო დაინახა თავისი თავი. მან შეძლო იფიქრა თავის თავზე. მან შეძლო დაესვა კითხვები, რა ვარ მე, საიდან მოვედი, სად მივდივარ, რატომ არსებობს რაღაც და არა არაფერი. თქვენ ხართ ნაწილი ამ პროცესისა. თქვენ ხართ არა მხოლოდ დამკვირვებელი სამყაროსი, თქვენ ხართ გზა, რომლითაც სამყარო აკვირდება თავის თავს. თქვენი ყოველი აზრი, თქვენი ყოველი გამოცდილება, თქვენი ყოველი კითხვა არის მომენტი, როდესაც სამყარო ხდება ცნობიერი თავისი საკუთარი არსებობისა. და ეს არ არის მეტაფორა. ეს არ არის პოეტური ენა. ეს არის ლიტერალური ჭეშმარიტება. თქვენი ტვინი, ეს 1,9 კილოგრამი ნერვული ქსოვილი, შედგება ატომებისგან, რომლებიც წარმოიშვა ვარსკვლავებში. ეს ატომები არის ნაწილი იმავე მატერიისა, რომელიც ქმნის პლანეტებს, ვარსკვლავებს, გალაქტიკებს. თქვენი ტვინი არის ნაწილი სამყაროსი, არა განცალკევებული მისგან, არა გარეთ მისი, არამედ ნაწილი მისი. და როდესაც თქვენი ტვინი ფიქრობს სამყაროზე, როდესაც ის ფიქრობს ვარსკვლავებზე, გალაქტიკებზე, კვანტურ ვაკუუმზე, დიდ აფეთქებაზე, ეს არის მომენტი, როდესაც სამყარო ფიქრობს თავის თავზე.
ეს არის მომენტი, როდესაც მატერია ხდება ცნობიერი თავისი საკუთარი ბუნებისა, თავისი საკუთარი წარმოშობისა, თავისი საკუთარი ბედისა. გახსოვთ, როგორ დავიწყეთ? გახსოვთ პირველი სიტყვები ამ მოგზაურობისა. ახლავე ამ წამში, როცა ამ სიტყვებს უსმენთ, თქვენს სხეულში ხდება რაღაც შეუდარებელი. ახლა, ათასობით სიტყვის შემდეგ, ათასობით იდეის შემდეგ, ჩვენ დაუბრუნდით იმავე წერტილს, მაგრამ ახლა თქვენ ხედავთ მას განსხვავებულად. ახლა თქვენ იცით, რომ ეს რაღაც შეუდარებელი, რომელიც ხდება თქვენს სხეულში, ეს მილიარდობით ვირტუალური ნაწილაკი, რომლებიც იბადებიან და ქრებიან, არ არის უბრალოდ საინტერესო ფაქტი. ეს არის ფუნდამენტური ჭეშმარიტება რეალობის შესახებ. ახლა თქვენ იცით, რომ არაფერი, რომელიც გარშემორტყამთ, არ არის მართლაც არაფერი. ახლა თქვენ იცით, რომ ეს არაფერი არის წყარო ყველაფრისა, წყარო ნაწილაკებისა, ატომებისა, მოლეკულებისა, უჯრედებისა, ორგანიზმებისა, პლანეტებისა, ვარსკვლავებისა, გალაქტიკებისა, თავად სამყაროსი. ახლა თქვენ იცით, რომ არაფერი და ყველაფერი არ არიან საპირისპირო, ისინი არიან ერთი და იგივე რეალობის ორი ასპექტი. და ახლა, როცა თქვენ უსმენთ ამ სიტყვებს, თქვენ შეგიძლიათ იგრძნოთ ეს, არა როგორც აბსტრაქტული იდეა, არამედ როგორც პირდაპირი რეალობა. თქვენ შეგიძლიათ იგრძნოთ, როგორ თქვენი ყოველი ატომი მუდმივად ურთიერთქმედებს ვაკუუმთან. თქვენ შეგიძლიათ იგრძნოთ, როგორ თქვენ ხართ არა იზოლირებული მე, არამედ ნაწილი ერთი უზარმაზარი კოსმიური პროცესისა, რომელიც დაიწყო 10,000 მილიარდ წლის წინ და გაგრძელდება უსასრულოდ. და აქ ჩვენ მივახციეთ დასასრულს, მაგრამ ეს არ არის მართლაც დასასრული. რადგან ყოველი დასასრული არის ახალი დასაწყისი. ყოველი პასუხი წარმოშობს ახალ კითხვებს. ყოველი ჰორიზონტი, რომელსაც ჩვენ ვაღწევთ, ავლენს ახალ ჰორიზონტს მის მიღმა. ჩვენ ვნახეთ, როგორ არაფერი ხდება, ყველაფერი როგორ კვანტური ვაკუუმი, ეს ოკეანე პოტენციალისა, წარმოშობს ნაწილაკებს, ატომებს, ვარსკვლავებს, გალაქტიკებს, სიცოცხლეს, ცნობიერებას. მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით რატომ. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რატომ არსებობს ვაკუუმი, რატომ არსებობს კვანტური კანონები, რატომ არსებობს რაღაც და არა აბსოლუტური არაფერი. და შესაძლოა, მხოლოდ შესაძლოა, ჩვენ არასოდეს გავიგებთ. შესაძლოა, ზოგიერთი კითხვა არის ფუნდამენტურად უპასუხო. შესაძლოა, საიდუმლო არის არა დეფექტი ჩვენი ცოდნისა, არამედ ფუნდამენტური თვისება რეალობისა. შესაძლოა, სამყარო არის ისეთი, რომ ის ყოველთვის შეინარჩუნებს რაღაც საიდუმლოს, რაღაც უცნობს, რაღაც რაც ელოდება აღმოჩენას. და თუ ეს მართალია, მაშინ ეს არ არის მიზეზი სასოწარკვეთისა. ეს არის მიზეზი იმედისა. რადგან ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მოგზაურობა არასოდეს დასრულდება. ეს ნიშნავს, რომ ყოველთვის იქნება რაღაც ახალი სასწავლი, რაღაც ახალი აღმოსაჩენი, რაღაც ახალი გასაგები. ეს ნიშნავს, რომ არაფერი, ეს უსასრულო პოტენციალი, ეს ამოუწურავი წყარო, ყოველთვის იქნება იქ, ელოდება ჩვენ, იწვევს ჩვენ, უბიძგებს ჩვენ წინ. შესაძლოა, საბოლოო ჭეშმარიტება არის არა პასუხი, არამედ კითხვა. შესაძლოა, ყველაზე ღრმა სიბრძნე არის არა ცოდნა, არამედ საიდუმლოს აღიარება. შესაძლოა, ყველაზე დიდი აღმოჩენა არის არა ის, რასაც ჩვენ პოულობთ, არამედ ის, რასაც ჩვენ ვეძებთ. და შესაძლოა, მხოლოდ შესაძლოა, ეს არის ის, რაც ხდის ცხოვრებას ღირებულს. არა პასუხები, არამედ კითხვები. არა ცოდნა, არამედ ძიება. არა ყველაფერი, არამედ არაფერი, ეს უსასრულო პოტენციალი, ეს მარადიული საიდუმლო, ეს ამოუწურავი წყარო საოცრებისა, რომელიც ელოდება ჩვენ ყოველ მომენტში, ყოველ ადგილას, ყოველ ატომში, ყოველ აზრში, ყოველ სუნთქვაში. ახლავე ამ წამში, როცა ამ სიტყვებს უსმენთ, თქვენს სხეულში მილიარდობით ვირტუალური ნაწილაკი იბადება და ქრება. არაფერი ხდება, ყველაფერი და უბრუნდება არაფერს. და თქვენ, თქვენი ცნობიერება, თქვენი გამოცდილება, თქვენი ძიება, ხართ ნაწილი ამ მარადიული ცეკვისა, ამ კოსმიური სიმფონიისა, ამ უსასრულო მოგზაურობისა, არაფრისგან ყველაფრისკენ და უკან. და ეს არის ყველაზე საოცარი რამ ყველაფრისა.